ეთერში ვართ. გამარჯობა პატივცემულო გამას მაყურებელო. ჩვენ ისეთ დაძაბულებას გრძნობთ ამ ორი მებრძოლისგან, რომ კიდევ ერთი face to face მოვაწყეთ, თუმცა ასეთ სეირებს მე ვერ მოვშორდებოდი და უკვე ჩემთან ერთად და სპეციალურად გავამზადე კითხვები ორივე მებრძოლისთვის, რომელზეც რიგრიგობით დაგისვავთ და მე მექნება რამოდენიმე კითხვა ორივესთვის, ასევე მოგცემთ დროს, რომ რამოდენიმე კითხვა თქვენს დაუსვათ ერთმანეთს. ვინაიდან წინა face to face აშკარად ვერ გვეყო, ვერც თქვენ ვერ გეყოთ, ვერც ჩვენ მაყურებელს, მით უმეტეს მე მეგობრებო, ამიტომ მოდით რომ არ გავწელოთ დრო, პირველი კითხვების პული მექნება უბრალოდ ყოვლისა ლუკა კახიშვილისთვის, ბევრი ვინც ჩვენ გვიყურებს თავიდანვე კარგად იცნობს პიტბულს, ბევრი თვლის რომ პიტბული არის გამასთან ასოცირებული და სახე, მე ვეთანხმები ამაში ჩვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა ამიტომ პიტბულით დავიწყებ. გამარჯობა ლუკა. გამარჯობა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა. ლუკა, მე მინდა კითხო, აი პირველი, როცა უკვე ბრძოლა ჩავნიშნეთ და შენ გაიგე რომ მეტოქე პიტბულის მეტოქე არის გუდიანი. რა იყო პირველი აზრი, რამაც შენ თავში გაიელვა? როგორც მახსოვს, მე თვითონ მოვითხოვე, უпростоრად მე თვითონ ვთქვი, რომ ლევანი უნდა ყოფილიყო შემდეგი მეტოქე და ახლავით ესეთი რაღაც მახსოვს და ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და არც ისო ვაივაგლახი რომ ვაიმე ლევანია, იყოს ლევანი, 9-თავიანი დრაკონია, იყოს 9-თავიანი დრაკონი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გიო არანაირი. სპორტსმენი არის, ადამიანია, ჩვეულებრივი, ბევრჯერ დამარცხებულა, ბევრი გამარჯვებაც აქვს და ძალიან ჩვეულებრივ შეიძლება მისი დამარცხება მით უმეტეს შიშველი ხელით და მით უმეტეს გამას რინგზე, როცა საერთოდ სხვა წესებია კრივთან შედარებით. აი ზოგადად აანალიზებ ხოლმე შენს მეტოქეებს და ასე ვთქვათ, რაღაც გეგმა გაქვს ყოველისთვის შემუშავებული თუ შენ უბრალოდ გამოდიხარ და შენს გასაკეთებელს აკეთებ, აი მორალური განწყობა როგორი გაქვს? ძირითადი ბრძოლების რაოდენობა ჩატარებული მაქვს გეგმის გარეშე, უბრალოდ უნდა გავსულიყავი და უნდა მეჩხუბა მაქსიმუმი დამედო, რაც შემეძლო. რაც შეეხება ლევანის და კიდე ისეთ ცოტა სერიოზულ მოწინააღმდეგეებს, კი არავის ვაკნინებ, უბრალოდ გამოცდილებით გულისხმობ რა. უფრო ვსწავლობ თავიდან, რა თქმა უნდა, მის ტექნიკას, მის ყველაფერს ასე ვთქვათ რა, უყურებ ბრძოლებს, ნახულობ როგორი ბრძვის და ამის მიხედვით ვადგენ გეგმას, რა გეგმით უნდა გავიდე საჩხუბრად. აღარ ეს გეგმა არ არის მხოლოდ ერთი, ეს არის გეგმა A, გეგმა B, გეგმა C, გეგმა D და ასე მთელი ამბანის მიხედვით შემიძლია ყველანაირი გეგმა წარმოვადგინო იმისი, რომ რაღაცნაირად უნდა დავამარცხო რა. მოკლედ, ბევრი გეგმა მაქვს ყოველთვის, არა მხოლოდ ერთი და იმაზე მერე დრო დავიბნე, ხო ხვდები, რომ აი ის გეგმა არ გაამართლა და ეხლა რა უქნა, ეგ არასდროს არ მაქვს. ბევრი გეგმა მაქვს ყოველთვის, ბევრი ვარიანტი მაქვს ყოველთვის. და ეხლაც რა თქმა უნდა არაერთი, არამედ უამრავი ვარიანტი მაქვს იმისთვის, როგორ შეიძლება ლევანი დავკეცო. ლევან, შეგადაში კომენტარები თუ ექნება ამასთან? ექნება, აბა, ამას კომენტარებს. ჩვენი გადაცემის ფორმატი გვაძლევს დავაცადე საუბარი, რომ ეთქვა ბოლომდე დახარჯულიყო. შენი სიტყვა ასევე, არ უცილებელი არ არის, რომ ჩუმად იყო, შეგიძლია ეგრევე დაუბრუნო შენი კომენტარი თუ პასუხი თუ ნებისმიერი რაც გექნება სათქმელი. უბრალოდ რო გაითვალისწინო მინდა. ისევ შენით გავაგრძელებ, იგივე რა თქმა უნდა ლევანიზე რო გადავარ, შენც გამოიყენე ეს მომენტი. აუცილებლად. რას თვლი აი შენს უშუალოდ როგორც შენ თვითონ გითქვია რომ შენთვის ბრძოლა იწყება ჩანიშნის მომენტიდან. აი შენში რა უფრო საფრთხეს წარმოადგენს
აი ეს წნეხი, რომელსაც შენს მეტოქეზე ფსიქოლოგიური გინდა თუ ბრძოლის დროსაც, ხა სერიოზული წნეხი მიგეყენებია ზომბისთან ორივე ბრძოლა ამის მკაფიო მაგალითია. აი შენში რა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აი ეს წნეხი თუ დარტყმის ძალა, იმიტომ რომ პირველ რიგში წნეხი მარტივად გიპასუხებ რა, იმიტომ რომ აგერ შეხედე ლევანის, აგერი ტყობა, შეხედე წნეხი უკვე სახეზე კი არა, ხელებზე გაძლიერებული ლოცვებზე არის გადასული. წნეხი უკვე ეტყობა. ჯერ კიდე დიდი დრო არის დარჩენილი ამ წნეხის გასაზრდელად და ნელ-ნელა გავზრდი წნეხს, რა თქმა უნდა. თუმცა არ არის გადამწყვეტი მნიშვნელოვანი, შეიძლება არ იყოს უпростоრად. შეიძლება იყოს გადამწყვეტი, თუმცა რაღაც ვარიანტები, როცა არ არის ხოლმე გადამწყვეტი და ამ დროს უკვე რინგზე უნდა აჩვენო ის, რაც არის ყველაზე სახიფათო რა. ისე პირდაპირ გეგმა G-ზე ან გეგმა D-ზე რო გადახვიდე რინგზე როგორც ამოხვალ, ჯობია. რატო გადავახტე ან გავითიშე, ან დავეცი. ეგ შენთვის თუ არის ორი ვარიანტი და მე შენი გეგმები, სხვა გეგმები ამოშალი ამბანიდან. არა, შენი აზროვნება მეტ გეგმას თუ ვერ ცდება, ჩემი აზროვნება ცდება. მე შემოგთავაზე რომ პირდაპირ გააკეთე მარტივი. შენ თავს მიხედე და ნუ მთავაზობ შენ რაღაცა იმეებს, რა ქვია. ჩემ გეგმებს? მოკლე ჭკუით ნაფიქრ გეგმებზე. მე ჩემ გეგმებს, მე თვითონ ჩემ თავში დაალაგე. გრძელი თუ მოკლე მე ჩემსას მივხედავ და შენსას შენი რჩევები გამოიყენე შენ მოსწავლეებთან და მიხედე. ფაქტია, რომ ჩემი მოსწავლეები გამოდიან ანგრევენ აქაურობას. ლიჯავენ იქაურობას, კი. კეთილი, მოდი ამ გავაგრძელებ ჩემ კითხვას, იმიტომ რომ მე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ შიშველ მუშტებზე უბრალოდ აი იგივე მუშტის ზომიდან დაწყებული და რაღაცნაირად ხისტი ხელი გაქვს. ხელის ჩამორთმევის დროსაც რაღაც იგრძნობა ეს მომენტი და სხვა შორის ჩემთვის ანალიზს რომ ვაკეთებდი, გამოვიტანე ესეთი აზრი, რომ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ზომბისთან დროზე ადრე დაამთავრა ბრძოლა, ანუ ნოკაუტით, ხუთიდან, ხო. ნოკაუტიდან ვეღარ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება. რაც უნდა იყოს, TKO უყოლთო, KO პირველი ხარ, ვინც 20-ზე მეტი ბრძოლაში ზომბი დროზე ადრე დაამარცხა. და სხვათა შორის გამახსენდა ჯერ კიდევ შენი პირველი ნაბიჯები უკვე შეიძლება ჩაითვალოს, სადაც კლინჩიდანაც სერიოზულად სპორტსმენი არ მახსოვს პირველი ბრძოლა, რომელიც კენტუსებით იყო და გელიც დაანოკდაუნე, თუ დაანოკაუტე. ნოკაუტი იყო. კი ბატონო. მეორე რაუნდის ნოკაუტით მოვიდა. ბეკას რამდენიმე ნოკდაუნი ქონდა, როგორც მახსოვს. აი ჩემი საყვარელი ბრძოლა არის. პირველი ბრძოლა იყო შიშველი ხელებით. რა იქამდე არ მიჩხუბა არც ერთი და მაგიტომ. თორემ ჩემი სურვილი იყო რომ შიშველი ხელებით. ამ დარტყმის ძალას რამხელა ყურადღებას უთმობდა ცალკე თუ ასე ვთქვათ გამოყოფ როგორც შენ ერთ-ერთ მრისხანე მომენტს. ნახე როგორი რაღაცაა არის დარტყმის ძალა და შეიძლება დაარტყა ძლიერად, როცა გიკეთია ხელთათმანი. მაგრამ როცა შიშველი ხელით ჩხუბობ, მან დარტყმის ძალა უნდა აკონტროლო, იმიტომ რომ შეიძლება ხელი ისე დაიზიანო, რომ ბრძოლა ვერ გააგრძელო. და ამიტომ უნდა აკონტროლო, რა თქმა უნდა, შენი დარტყმის ძალა, უნდა აკონტროლო სიზუსტე და უნდა აკონტროლო სწორი დარტყმა. ანუ ძალიან ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი შიშველი მუშტით ბრძოლის დროს რა და არავის არ ეგონოს რომ მარტივი არის და ასე შემდეგ. აგერ მთელი დიდი გამოცდილება აქვს, ერთი ბრძოლა აქვს შიშველი ხელით ჩატარებული და იძახდა თვითონაც რომ ხელები მტკიოდაო რა. ჯერ ერთი ხელები გტკივა, რა თქმა უნდა, თუ ძლიერი ხელები არ გაქვს. მეორე მაჯაკ ტკივა. მერე რო ხდება ის შიშველი ხელი, სხვანაირი შეგრძნებაა. ეხა ხელთათმანი რო ხდება, საერთოდ სხვა არის და შიშველი მუშტი რო ხდება, საერთოდ სხვა არის და ბევრი ფაქტორი არის, ერთი წუთი, ბევრი ფაქტორი არის და გასათვალისწინებელი შიშველი მუშტით ბრძოლისას რა. ესე ვერ განსაზღვრავ, შეიძლება ძლიერი დაარტყა, მაგრამ შენ მიიღო ზიანი და არა შენმა მეტოქემ რა. შეიძლება შუბლში მოვარტყა, შეიძლება სადმე მოვარტყა ისეთ ადგილას, სადაც ძვალი არის და მაგარია და ხელი დაიზიანა იმის მაგივრად რომ მეტოქე დააზიანა. ეს ფსიქოლოგიური მომენტიც არის, მე მგონი ამ
ძალის კონტროლზე და უფრო ფრთხილად რომ ჩუბობ, ვინაიდან ჩვენი შიდა სტატისტიკით, რომელსაც მე პირადად ვაწარმოებ, მეტი ტრავმაა კენტუსებით. ეს მე მგონი კენტუსი შეიძლება ქმნის ამ სრულ დაჯერებას, რომ უსაფრთხოდ გაქვს ხელი და მოტეხილობა მით უმეტეს სერიოზული ტრავმა როგორც მოტეხილობა უფრო მეტია. იმიტომ რომ არ ზოგავ კენტუსებში გონია რომ დაცულია ხელი, თუმცა იმ დონეზე ვერ იქნება რა თქმა უნდა დაცული, ხო და მთელი ძალით მიყენებული დარტყმა არასწორ ადგილას შეიძლება რა თქმა უნდა გამოიწვიოს ხელის მოტეხილობა ჩვეულებრივ მომენტებში. რეალურად ხელთათმანით უფრო ძლიერი გამოდის ყოველთვის დარტყმა, ვიდრე შიშველი ხელი. თავისთავად, კი. ხელთათმანი მოიგონეს მეგობრებო ისტორიულად, მე მიყვარს ისტორია, მით უმეტეს საბრძოლო სპორტის ისტორია, იმისთვის გამოიგონეს რომ ხელი დაეცვათ და არა თავი. ვით ამის გათვალისწინებით, შენი ჩხუბის სტილის გათვალისწინებით, შენი იმის ნეხის გათვალისწინებით, რომელზეც ვილაპარაკეთ. შენ გადიხარ რინგზე მოსაგებად თუ დასამტვრევად მეტოქის. მოდი გაუმიჯნავ ახლა მე ამ ორივეს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ნამდვილად არ მსიამოვნებს ადამიანების მტვრევა რაღაცის გამო რა, ხო ხდები. მე ამას ვაკეთებ პირველ რიგში ჰონორარის გამო, რა თქმა უნდა. მეორე რიგში, იმიტომ რომ სპორტი არის და ერთმანეთს უნდა ვაჯობოთ, რა თქმა უნდა, მაგისთვის გავდივარ და მოსაგებად გავდივარ მეორე ადგილას რო დავაყენოთ და აი ჩემი ნება რო იყოს და ესე რიგის მიხედვით რო ჩავამწკრივო, დაზიანებას გადავიტანდი ბოლო ადგილას რა, იმიტომ რომ ნამდვილად არ მსიამოვნებ. ეხლა მეც ბევრჯერ დაუზიანებული ვარ ძალიან და ვიცი რასთანაა დაკავშირებული ეს ფიზიკური ტრავმები. მით უმეტეს როცა შიშველი ხელით იღებ ამ ტრავმებს. გესმის და ნამდვილად არ მსიამოვნებს, აი მთელი გულით ვიძახი, როცა ვიღაცა ისეთ ზიანს იღებს, როგორიც მაგალითად შეიძლება, რა ვიცი, თავის დაზიანება იყოს, ან სხეულის მძიმე დაზიანება იყოს, არ მსიამოვნებს ნამდვილად რა. თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო რინგზე რამე წინაღობას მიქმნის მეთქი რა, ნამდვილად არაფერი წინაღობა არ მაქვს, თუმცა გულით და სულით მინდა რომ არ მიიღოს რაიმე მძიმე დაზიანება ჩემმა მოწინააღმდეგემ, რა თქმა უნდა და არავის არ უშურვებ საერთოდ. როგორც არ უნდა მეზიზღებოდეს, როგორც არ უნდა მინდოდეს იმის ცემა, მე უბრალოდ გამარჯვებისკენ მივიდვი ყოველთვის და არა იმისთვის რომ ადამიანი დავჩეხო და დავაზიანო რა. აი სანამ ჩემი და პიტის ბრძოლა ჩაინიშნებოდა, ზოგადად ძალიან ისე ვიყავი რა განწყობილი პიტის მიმართ, რომ გამოდის ტრეშტოკის ეს საუბრობს, ურტყავს, მიდის, იწევს კუჩურად რა და მეთქი ვაფშე არ მაინტერესებს. აი გადაული. იმდენად დადებითი განწყობით ვარ ეხლა შექმნილი, რომ აი ერთ-ერთში ვითვალისწინებ, ვიაზრებ რა, რასაც შენ საუბრობ, ზუსტად იგივე განწყობით ვარ მეც, რომ დაზიანება მაქვს ბოლოში გადატანილი. და ყოველთვის ვცდილობ ტექნიკურად უკეთესი ვიყო მეტოქეზე და თუ რაღაცით ტექნიკურად ვერ ვაჯობე, ისევ ჩემი თავი გამოვასწორო რა, რომ მაღლა ავიწიო, მაღალ რანგზე ავიდე. მომწონს, ყოჩა. რესპექტ ჩემგან. ტექნიკურად შეიძლება ვერ გაჯობო, მაგრამ ტვინით გაჯობებ და მოდი. შვენიერია. თუ ტვინით მაჯობებ, ესე იგი კიდევ უფრო უკეთესი ტვინი უნდა მქონდეს, რომ მართალია. აბაროტი აგიღო რა და ნუ აბაროტს აღარც ვაპირებ ახლა თუ შენ მოახერხე და ტვინით მაჯობე, ჩემი სიტყვები პირიდან ამოდის. მე ვთქვი, რომ მივდივარ სპორტიდან. ესე იგი არ მეყო ჩემი სურვილი სიმართლე რო გითხრა არ ყოფილა არასდროს რომ აი თუ მოგიგებს სპორტიდან წადი და მე ვაპირებდი ყოველთვის რომ წარმოვიდგენდი რომ მე და შენი ჩხუბი შედგა და მე გავიმარჯვე რა თქმა უნდა ყოველთვის ასე ხდება როცა წარმოვიდგენ ისე მართლა მარტო შენ კი არ შეგიძლია ფიქრი ერთი ნაბიჯის წინ ვარო რო იძახი სპორტსმენები შეგენაცვალე ვიცი რომ თქვია ფიქრი აზე ვარ ბევრმა ვიცი ფიქრი რაც არის და ფიქრობთ ხო რა და მეც რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, იმდენი გამარჯვებული გამოვდივარ ჩვენი ბრძოლიდან და იმდენი გეუბნები, რომ არ მინდა რომ სპორტიდან წახვიდე, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სპორტს ქმნი და ამით ცხოვრობ და ახლა მე ნამდვილად არ გამისწორდება. შენი საქმე შენიც, ვერაფერს ვერ დაგაძალებ, მაგრამ მე შენ აუცილებლად დაგამარცხებ. და ნუ წახვალ არ გინდა იჩხუბე რა გინდა. კიდევ რა ზუსტად ლევანის სტილიდან გამომდინარე, როგორც თვითონ არაერთხელ უთქვამს, ჩუბში არის ცივსისხლიანი, გათვლილი
და ანალიზებს, წინასწარ წარმოიდგენს ბრძოლის სურათს და ასე შემდეგ და აი როგორ ფიქრობ ამ ცივსისხლიანობას და გათვლას აქვს შანსი რომ შენი წნეხი და ეს შიშველი მუშტის ძალა რომ გააჩეროს? რა თქმა უნდა, ცივსისხლიანი მასე მეც ვარ და არც მე არ ვიცი დანდობა და მეც გააზრებულად, რა თქმა უნდა, გააზრებულად თქვენ კარგად იცით, რომ ასე პირდაპირ შეიძლება ყოფილა რაღაც მომენტები რაღაციდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ვეტაკე ჩემო წინააღმდეგეს და აგრესიული, მაგრამ იქაც კი ფიქრის დონეზე, იქაც კი დაგეგმილად და იქაც კი ტაქტიკურად, რა თქმა უნდა, ახლა თავს ყოველთვის ვაკონტროლებ რინგზეც, როგორც ასეთი და აუცილებლად, როგორც ყოველთვის ვაკონტროლებ, ახლა კიდე უფრო 1000 ჯერ მეტად გავაკონტროლებ ჩემ ემოციებს, ჩემ გეგმას მივყვები, გეგმებს, რა თქმა უნდა, და ვეცდები ყველანაირად და ბევრჯერ ისეც ყოფილა, რომ არ მქონია იმის ძალა, რომ ბრძოლა გამიგრძელებინა, მაგრამ გამიგრძელებია რა და ეხლაც რა თქმა უნდა ეგრე იქნება, მე თუ არ გავითიშე, ისე ჩემი ბრძოლა არ დასრულდება, ამის პირობას გაძლევთ, რა თქმა უნდა რა. კეთილი, ძირითადი ბლოკი კითხვების შენს მიმართ ამოვწურე, თუმცა კიდევ დამრჩა. არა. ახლა გადავარ ლევანზე. ლევან, გამარჯობა შენ. გამარჯობა გიო. და იგივე კითხვა არითიც პიტბულთან დავიწყე. შენთან რომ მოვიდა შენ მოთავაზება, რომ პიტბულთან გიწევს ბრძოლა. ის გათვალისწინებით რომ დიდხანს მოითხოვდი ამ ბრძოლას. გაგიხარდა თუ რაღაც დონეზე დაიძაბე და მობილიზაცია განიცადა? ნუ ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ ჩემი და პიტბულის შეხვედრა იყო სადღაც 3 წელზე მეტი დრო არის. ნუ პირველი საუბრები რაც მოხდა. აქედან გამომდინარე ინტერესი მე ნამდვილად მქონდა, რომ პიტბულთან ბრძოლა ჩამეტარებინა და როცა მე შემოთავაზება მივიღე, რომ პიტბულთან ბრძოლა ჩამეტარებინა, ორგანიზაციიდან გასული ვიყავი უკვე კონტრაქტს ვადა ჰქონდა გასული და ასე ვთქვათ, ჩემი გეგმები ცოტა სხვა კუთხით მიდიოდა. ნუ კრივს უკავშირდებოდა, გულახდილი ვარ ყოველთვის. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამხელა ისტორია გვაკავშირებდა, სულ მოუთმელად გული ამიდუღდა რა, ისე ინტერესით დავბრუნდი ეგრევე, ყველაფერზე თანხმობა განვაცხადე და მოვედი სიხარულით. სიხარულით მოვიდოდა, აბა, კაცი 40 წელია სპორტსმენი არის, არავინ არ იცნობს და გუშინ მოსულმა ქუჩის მოჩხუბარმა უნდა გააცნოს საზოგადოებას თავი და გახარებული იქნებოდა, აბა რა იქნებოდა. შენ გენაცვალე. სიმართლე თვალის ინაკი. კი ბატონო, არ არის. პრობლემა არ არის მაგაზე, მართალი ხარ, შენ მე გეთანხმები იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ამხელა გამოცდილება მაქვს სპორტში, მაინც არც ვიდეო მასალები, რადგან მე გადამღებები არ მყავდა, მე მივდიოდი ვჩხუბობდი გარედან ვიდეოს ვერ გადავიღებდი. გუნდი დადიოდა ბრძოლობდნენ ისინიც და თან არ იყო მაშინ განვითარებული ესე ელექტროტექნიკაც, მობილურებიც 2 მეგაპიქსელიანი მობილური რომ ვიღაცას ჰქონდა და იმით გადაღებული ვიდეო იყო ბედნიერება რა, რომ მე ვუყურებდით და განვიხილავდით ერთმანეთის შეცდომებს და ვსწავლობდით ამ ყველაფრიდან. კი, გეთანხმები, შენ ცნობადობა ნამდვილად გაქვს და ჩემთვის დიდი ინტერესი არის შენთან ბრძოლა, იქიდან გამომდინარე, რომ შენ ამდენი ხალხი გცნობს. პატივს ვცემ შენ შრომას, პატივს ვცემ შენ წვალებას, დღესაც რომ ვუყურებ ხალხის რჩეულის ბონუს, როგორ კბილებით იჭერ. არა ბიჭო და შენ მომწონს შენი მცდელობები, რადგან მუშაობ და წვალობ. ეს კარგია, უნდა დაგიფასდეს. უბრალოდ მეც ბევრი ადამიანი მცნობს და შეიძლება ბოლოს მაინც წაგართვა. მაგრამ არ არის არაფერი გამორიცხული, გულახდილად არაფერზე გული არ დამწყდება. ნუ გამიხარდა. თან კითხვას რომ ავსი ამოვწურავთ პასუხი ძალიან გამიხარდა, რომ აქ მომიწია დადგომა ისევ. კეთილი. თან ეს მაყურებელი მომწონს. უშუალოდ ჩემთვის ეს ბრძოლა საინტერესოა როგორც ხასიათების დაჯახება, ხო? როგორც პიტბულმა აღნიშნა და მეც აღნიშნა რაღაც ეს წნეხის ქვეშ აქცევს ფსიქოლოგიური თუ ბრძოლაშიც აღსანიშნავია რომ ბევრი სურპრიზი აქვს და უშუალოდ აი წნეხი არის მე ვფიქრობ მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღი და შენ როგორ ფიქრობ ანუ შენი გამოცდილება და ცივსისხლიანობა
გაუძლებს ამ წნეხს, მით უმეტეს, აი მიუხედავად პიტბულის საუბრისა, რომ ცივსისხლიანად არის გრძელი ბრძოლისთვის მზად არის, ჩემ წარმოდგენაში, თქვენ ხო წარმოვიდგინეთ თქვენ ბრძოლას? მეც წარმოვიდგინე. და ჩემ წარმოდგენაში პიტბულს მოგების შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ პირველ რაუნდებში გაგიტარა ძლიერი დარტყმები და დაგაზიანა თუ ნოკაუტი მოიპოვა. რას ფიქრობ, ანუ შენი გამოცდილება გაუძლებს ამ წნეხს? თუ აქვს? ხელან ერთი გადაყლაპა რა წნეხს გაუძლებს გადაურჩი. გადამკლები ამოვისუნთქებ. მოდი ამოწურავად რომ გაქცე პასუხი, გამოცდილება ეს არის ასე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ მივდივართ ომში. აი გამოუცდელი არის პიტბული, მოაქვს იარაღი. პისტოლეტი. მე მივდივარ ომში და მიმაქ RPG-7, AK-74, რა ვიცი, პულიმიოტი, ზარბაზანი, სნაიპერი, ყველაფერი მაქვს. ვინ არის გამოუცდელი ბიჭო? ვინ არის მე ვარ გამოუცდელი? რაც მე მაქვს. შენ განახეთ შენ გამოცდილიდან დაგჩაგრავ, ახლომანძილიდან დაგჩაგრავ. აქედან გამომდინარე, რა ის ახლომანძილიდან და საერთოდ რა ის ახლომანძილიდან იქნება წნეხი ჩემთვის ის რომ პიტბულს აი ფსიქოლოგიურად ვინმეზე მოგხსენეს, ფსიქოლოგიურად კლდეს რომ დავეჯახო გავანგრევ. გაანგრევა დაეცემი ვისავდი რა გაანგრევ. აი დაინახავ, მოხვალ შენ ჩემ წინ დადგები და კინას დაქვას მუშტებს ურტყავ და არაფერი მოიგდისო გაიგერ. კინას დაქვას რა მოუვა მუშტებს ურტყავ. აი რინგზე დამდგები, თამამად შემიძლია გითხრა რომ არც არ განიხილოთ პირველი და მეორე რაუნდები. თუ დასწინებელი იქნება დავაძინებ ეგრევე, მაგრამ მე მინდა რომ ვისიამოვნო ბრძოლით, მაგრამ თუ ვერ მოახერხე ეს, ეგრევე 30 წამი. მორჩა, შენი უკანა ოვერჰენდი გამოიქნია, ჩემი უკანა აბერკოტი დაგეჯახება და ეგრევე გადავარდები. რა კაია, სხვა შორის პირველად რომ მოვედი და ჩავატარე გამაში სპარინგები. ადრე მქონდა მე მაესტრო თქვენთან საუბარი, ჰონორალებთან დაკავშირებით და მე მოვედი და ადგილზე მეთქი მოდი სპარინგებს ჩავატარებ. ჩვენმა მაყურებელმა სხვა შორის არის ეს მე მგონი მაშინ არც იღებდი თუ კადრები არ ვიცი უბრალოდ სპარინგები იყო და ვიღაცა რუსი იყო, ტაილანდური კრივის მწვრთნელი იყო, 68 თუ 7 კილო და პლუს მინუს და ცოტა მძიმეა და მსუბუქად იმუშავე თუ მითხარი და მეთქი ვიცი რუსული, მაგრამ არც იმდენად კარგად რომ ეგრე აუხსნა თქო და როგორცაც დამარტყავს, ისეც დავარტყავ თქო. გითხარი და შეხედე და მიდიო კაცო დაგარტყავს, დაარტყი როგორიც გინდაო. რომ წამოვიდა ავა თამაში მარცხენა ხელი ძალიან ისე ტექნიკურად ლამაზად ვცდილობ რომ ვიბრძოლო, გამოვაჩინო რომ მაღალი დონის მებრძოლი ვარ და წამოვიდა ეს ერთი რუსეთთან დაქნეული მუშტი, ერთი ოვერჰენდი ავიცილე, მეორე ოვერჰენდი მომხვდა. და მეთქი მორტყმას გაჩვენებ როგორ უნდა. ავა თამაში მარცხენა ძლიერი და მარჯვენა აბერკოტით შევედი, თან დამიხარა თავი. მარჯვენა აბერკოტით რო შევედი, ეს შენი 68 კილო კაცი აი ესე ავწიე, გადავარდა, დავარდა. გადაწია თავი, გადაატრიალა თვალები, გადმოწია თვალები სოჭკივით გადაატრიალა, ცხვირიდან სისხლი წამოვიდა, გადავარდა. რამე ინდურ ფილმში გადაიღეთ ეხა, ხო. მაგრად მახსოვს ეს მომენტი. ცხვირი მოვტეხე იმას. როგორც მახსოვს. ცხვირი მოვტეხე იმ ბიჭს და აი ერთ-ერთი მაგ სცენას დაგიდებ. შენ რო ჩემი ოვერჰენდი აი ხელშიც მოხვდ, ხელში მაინც რომ მოხვდეს რა. აი დაცვაშიც რომ მოხვდეს. აი მოჭრილი ხესავით დაეცემი გპირდები მაგას. აი გეუბნები ხელა დარტყმა ხელშიც კი რომ მოხვდეს რა. არა, გეუბნები შენ რო ეს დიაგონალზე მოგიქნევ, აი ესე გადაგჭრი მოჭრილი ხესავით, აი სერიოზულად გეუბნები, შენ არ მოგხვედი. აი ეხლა ეს ბრძოლა რო ჩაივლის, ამ ბრძოლის შემდეგ თუ გინდა მაგაზე კიდევ გავახმაუროთ, ავწიოთ, როგორ ვთქვა, ინტერესი ხალხისა და დაგარტყმევინებ ერთსა ოვერჰენდს. აი რა უნდა დამიჭირო ყველობის ცდელობაზე მინიმუმ ძმა რა გინდა დამანები თავი რა გინდა შემოში ბიჭო მაზოხის სტარტუ რა ვერ გინდა წარმოგიდგენია მე რამდენი სატანა შემიძლია რა შეგი აგერ ვნახე საქართველოს ჩემპიონატზე რისი ატანა შეგიძლია საქართველოს ჩემპიონატზე მე ვერ დავინახე ბრმა დარტყმა იყო ხო ბრმა დარტყმა იქნება ზუსტად ბრმა დარტყმა თუ მოხდა ეგ ბრმა დარტყმა ეგ არის აბა ბრმა დარტყმა უნდა დამალო დარტყმა მე დარტყმა დავინახო აბა როგორ გინდა სურო ტანკი დამეჯახოს ვერ დამაჯობებ მეთქი აბა შენ რა გონია აქ მოვიმზადები და ისე მოგიქნევ და დაინახო და მართლა ინდურ ფილმში კი არ გონია შენ ყოველს ამზადებ ხოლმე დარტყმას და ეგ არის შენი მინუსი თორე შენ თუ ადგილიდან დახვეწე და ბრმად ეგრე მუშაობ, მაშინ მალადეს, მართლა გქონია შანსი.
ხო და განახებ. აბა იმეც არ დაგიკარგავ ბოლომდე რომ შეძლო მაინც. დავუსვა ლევანის ლევან შენ ზოგადად ემოციებსაც იხმარებ ბრძოლის დროს თუ მარტო გონებით ჩხუბობ, მარტო დაფიქრებით და ანალიზით? არა, ემოციური ვარ საკმაოდ, თუმცა უფრო ადრე ვიყავი ახლა რომ გავიაზრო რა, რადგან ადრე ემოციურად მივდიოდი და როგორც კი პატარა ასე ვთქვათ ხელი შემეხებოდა, ეგრევე ფეთქდებოდა და ზარბაზანივით ვურტყავდი, ყველა მხრიდან მიდიოდა დარტყმები. იქამდე სანამ ხელი მომხვდებოდა, ვფიქრობდი რომ ტექნიკურად ლამაზად, ცოტა მოძრაობით, დახვეწილად და როგორც პატარა ხელი მომხვდებოდა, ეგრევე რაღაც წითელი კნოპკასავით ირთვებოდა უკან და მორჩა, ვიწყებდი ჩხუბს, პიტბული ახლა სახელად კარგად გამოდგება, რომ არ ეშვება და ისევ ბრძოლობს. რომ ძაღლზე მაქვს საუბარი შენზე არა. აი პიტბულივით დავიქოქებოდი და მივდიოდი და ვჭამდი ეგრევე. ხედავ მაინც პიტბულობა და შეგაქი აი შენსავით ვიყავი თუმცა მაინც პიტბულობა გინდა სულ ყველას აი სულ ყველას ერთ ჩხუბი გინდა თავიდან ბოლომდე ყველას პიტბულობა გინდა ისევ ჩემი გეშინოდეთ არ იქნება რა უნდა მეშინოდეთ რანაირად უნდა მეშინოდეს აი რანაირად შეხედე შენ თავში როგორ შეგეშინდება ლინზზე ჩემ მომღიმარ სახეს რომ დაინახავ ეგრევე ფერი გადაგივლის წითელი ფერი გადაგივლის სახეზე ნუ აი მომღიმარ სახეზე კიდე ერთი კითხვა მაქვს კი ბატონო უშუალოდ ეს ჩემი იარაღია აი ზუსტად მაგაზე მინდა რომ ცოტა საპირისპირო კითხვა მაქვს. შენ ფიქრობ რომ პიტბულის ეს წნეხი რომელსაც თავიდანვე ახორციელებს ჯერ კიდევ სანამ ბრძოლა ჩაინიშნებოდა. ეს უფრო მისი დადებითი მხარეა თუ შეცდომა? არა, ეს ნამდვილად დადებითი, ნუ ჩემთან მიმართებაში ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემზე ნაკლებად მოქმედებს ყველაფერი. ყველაზე მოქმედებს, ყველაზე. მაგიტო გეუბნები ნაკლებად მოქმედებს და არა საერთოდ არ მოქმედებს. რა თქმა უნდა, მეც ადამიანია, რობოტი არა ვარ. თუმცა საერთოდ ძალიან აუცილებელი არის ვიტყვი რომ ერთ-ერთი არის პირველი ბრძოლამდე ფსიქოლოგიურ თამაშს, ნუ გონების თამაშია, როგორ მოიგებ, როგორ მოახერხებ, ჩათვალე რომ აქ უკვე 20% ბრძოლისა მოგებული გაქვს, თუ მანდ მოახერხე მოგება. ნუ დანარჩენი 80% უკვე რინგზე უნდა გადაწყდეს. ეს სპორტულად პროფესიონალური თვალით რო შევხედოთ, ახლა ჩემზე როგორ მოქმედებს, როგორც აღნიშნე, მე უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს პიტბულის ნაირი მყავს ალბათ მთელი ერთი როგორ ვთქვა ვოლიერი სად არიან ხოლმე პიტბულები ვოლიერი ნუ მთელი ერთი საძაღლეთი რა ნაცემი უკვე და არანაირად არ მოქმედებს ძაღლები ყავს ნაცემი ბიჭო ძაღლები არა ნუ პიტბულის ნაირი თქო ანუ ადამიანები რომლებიც თავის თავს მაგარ ცხოველებს უძახიან ცხოველებს რო უძახიან მე ჩემ თავს ცხოველს არ ვეძახი მე სახელი ავიღე უბრალოდ ძაღლის ჯიშის სახელი ავიღე გამომდინარე ხასიათი შემტევია არა მე მომწონს ეს ხო ან იქიდან გამომდინარე რომ გაჩერება არ შეუძლია რა ვერ ჩერდება ვერასდროს თუ მართლა არ მოკალე ხო რა მაგას ვიძახი თორე შენგენაც შენ ეგეთ ბრძოლები შემოთავაზებ რომ არ გაჩერდები და ზადნი არ გექნება საერთოდ რინგზე სად გინახია სად გინახია რო იძახდი პროფესიონალებთან აი გავიხსენებ ახლა წადი შენეჩხუბე ვეღარსა გაწყობენ აი ჯიქიას რო ებძოლე მახსოვს რა რომ გააჩერე იქ ბრძოლა მე არ გამიჩერებია, კუთხემ გამიჩერა, იქიდან გამომდინარე, რომ ზიანი მქონდა ძალიან დიდი. მე არ ჩერდები, ჩვეულებრივ ვიხოდებოდი, რომ გავსულიყავი და სანამ მე ვიხოდებოდი, გიომდი, რომ შემატყო, რომ არ შემეძლო, ფეხზე მართლა ვერ ვიდექი. ტრავმა მქონდა, თუ გინდა გაჩვენებ შრამი მაქვს აი ამ ხელ. და ამ ტრავმამ, ნუ ფეხზე დგომა ძალიან გამირთულა, რა, პირდაპირ მეკეცებოდა, რომ დგავდი ფეხს. რა, რომ მე ხო იცი არ მიყვარს ახლა ტრავმები და რაღაცეები საუბარი, მაგრამ ფეხს რო დგავდი, დაინახა, რომ მეკეცებოდა. რა იმენა ვეღარ ვიდექი მარჯვენა ფეხზე. ხო და ეს რო დაინახა აღარ უნდოდა რომ მეტი ზიანი მიმეყო, თორე შეიძლება და უარესი ზიანი მიმეყო. განარამე უბრალოდ კუთხემ რო გააჩერა, მე აღარ შემეძლო რომ გამიგრძელებინა. ხო ხვდები კუთხის ხო არის ესე რომ კუთხე თუ გააჩერებს. ხო მე კუთხე კი. ხო და ამიტომ ვერ გავაგრძელე, თორე მე ჩვეულებრივ ემზადებოდი ისევ გასასვლელად. მაგაზე ვიტყვი ერთ სიუჟეტს გავიხსენებ თვითონ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე. მე მაქვს რაოდენობით ბრძოლები ჩატარებული და კუთხესაც მოუთხოვია ბრძოლის გაჩერება. ნუ ერთხელ იყო, სადაც გამაჩერა.
თამაზი მასწავლებელმა ჩემმა მწვრთნელმა ერთ შეჯიბრზე რომ გავატარე მავაში რა თავში ოღონდ ვერ დავინახე ესეც ბრმა დარტყმა თორე რომ დავინახო მავაში კი არა ტანკი დამეჯახონ არ წავიქცევი თუ თვალით დავინახე დარტყმა რომ დავარდი დავდე მუხლი ველოდები აითვალა საჭმა ავდექი ფეხზე და მოხსნა მასწავლებელი მეთქი გამორიცხულია არ ჩამოვალ რინგიდან მეთქი არ მაინტერესებს თან ვიცი რომ ფიზიკურად ჯობი ვარ უბრალოდ გავატარე რა ეს დარტყმა იმ მომენტში და ავხდი და დავეცი ნუ მამშვიდეს რომ მეთქი ხელი მომხდა არაო ფეხი მოხდაო მეთქი არ მომხვედრია ფეხი რადგან ხელი დავინახე რომ წამინდა ფეხი ისე შემოაძვნა რომ ვერ დავინახე ნუ კაი იმის მერე რაღაცი წევდი ვერ გაგიგია ფეხი მოკვდა თუ ხელი მოკვდა ვერ გაგიგონდა რა ბრმა დარტყმა იყო მაგის შემდეგ ბრმა დარტყმა არის მე ვუთხარი რომ რინგზე ერთხელ სადმე რომ კიდე მომხსნა მეთქი მორჩა დარბაზში აღარ მოვა საერთოდ მე ვარ მებძოლი და ავირჩიე გზა რომელიც არის მებძოლის და დანებება აღარ შემიძლია ვაიმე სისხლი მომდის წარბი გამის რამდენი ვნახე მით უმეტეს გამაცრინგზე წარბი მეტკინა ყური მეტკინა თავი კეფა ყური კარგი რა ან მებძოლი ხარ ან არ ხარ მებძოლი და თუ მებძოლი ხარ ბოლომდე უნდა იბძოლო ამიტომ ვაფასებ და მოწონს შენი ხასიათი კუთხე როცა გიჩერებს ბძოლას ხო გვერდიდან ერთი წამი გვერდიდან სხვანაირად ჩანს შეიძლება სერიოზული ზიანი გქონდეს მაგრამ შენ ხასიათში დანებება არ იყოს და მაგის გამო გააგრძელო ბძოლა მაგრამ შეიძლება რამე ისეთი სერიოზული დაზიანება მიიღო რომ ვერასდროს ვეღარ იჭყობა და მაგით სიტუაცია მქონდა მახსოვს სოფლიო ჩემპიონი იყო სოფლიო ჩემპიონი იყო ყაზახი რომელსაც ვეშხუბე ბათუმში, ნუ ცხვირი მომტეხა რა. პირველი რაუნდი ტყიან ფრქვევით სწრაფად მუშაობდა, მე ხო ვიცი ახლა ჩემი გამძლეობა, ამტანობა, ნუ ენერგიაში დავჯაბნით ხო. ნუ პირველი რაუნდი გადავაგორეთ, მეორე რაუნდში უკვე რო გზე დავდივარ, რასაც ქვია ესე ჩხუბით რა, რომ ვაწვევი სულ პრესალ, გამიტა თან საცია იყო. გამიტარა ეს უკანა პირდაპირ თან ისე შეჯახების მომენტი, მე შევხვდი იმან ხელი დამახვედრა და მომწყდა ცხვირი, ვიგზენი ძვლები როგორ დაიმტვრა. ნაბიჯი არ გადმომიდგია უკან გავაგზელე ისევ პრესინგი ვურტყავ კუთხეში მყავს აყუდებული ნუ საჯმა უნდა მოხსენს და მაჩერებს საჯი მწევს აქეთ სისხლი მომწმინდეს ისევ გავაგზელე ისევ მომწმინდეს და ნუ ბოლოს ისევ მომდის რა ეს სისხლი რომ ცხვირი მაგ დალეწილი ვასო ბურთივით მაზის ნუ ნაბიჯი არ გადმომიდგია უკან და საჯმა გამიჩერა ბრძოლა ეგრევე რომ всё აღარ ბრძოლობ. მეთქი რა სიძახი თქვენ, რისი უფლება დავიწყე ჩხუბი, მეთქი არ მაინტერესებს. ან ვაგზელებ ბრძოლას, ან არა და მეთქი. ეს არის პროსტა რეგლამენტი, ლევან ზუსტად როგორც პიტბულმა თქვა, მაგასთან დაკავშირებული. იყო ისაუბრეს და ზუსტად მან მოხდა ისე რომ თვითონ პრეზიდენტი ვინც იყო, იმის მხრიდან რა მებრძოლს თუ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება და ცხვირის ტრავმა რა ეხლა ბალეტს ხარ ცეკვავთ. საჩხუბრად მიდივარ, იმიტომ რომ ვიჩხუბო. ცხვირი მაგ მოტეხილი 4 მოგდის და არ ჩერდება, მაგრამ შეუძლია ეგ. ჩემი სისხლია, როგორც რინგზე გადავედი, აი კაკრიაშვილს რო შენ იტყვი, რომ ატვე ჩაივარო, რომ მოუკვდე, არ გამიჩეროთო და ის იმას არა აქვს მაგის უკვე. ეგ რა თქმა უნდა, გეთანხმები, მაგრამ აი კაკრიაშვილს რო ვიბრძოლე, შიშველი ხელებით, რო გადმოვედი, მაშინ ეგ ვთქვი. იქ გამოვხატე ჩემი ხასიათი, რომ მეთქი, არ მაინ მე რო დავთანხმდი შიშველი ხელებით ბრძოლას, ეხლა ქუჩაში გვიჩხუბია, ქუჩაში ბრძოლა გეძელდება 4 დარტყმა, 5 დარტყმა აღარ არის მეტი რა ან გაშველებენ ან გაძრავენ მაგას გეუნები ქუჩაში არ გიჩხუბია მეთქი რა 4 დარტყმა ხო შენ საათობით არ გიჩხუბია საათობით მართლა არ ვიჩხუბე საათობით ქუჩაში როგორ ვინმე რო გამიძლოს ალბათ კარგად იქნება აღარ იქნება აუ ქვეყანას და შენ თუ გაუძლებ მაგნეს ჩხუბს შენ წარმოიდგინე რომ ბევრი გაძლებული აი ნახე კაკრიაშვილს რო ვებძოლე ცოცხალ მაგალითს გეტყვი კუთხეში რომ მოვედი ნუ წარბი რო გამისკდა თან საკმაოდ ღრმა და საკმაოდ დიდი ჭრილობა იყო ექიმი მეუბნება რომ შეიძლება თვალი დაკარგო ბძოლას მიჩერებდა მეთქი ბძოლა გამაგზელებინე ეგ ჩემი თვალია და ჩემი პრობლემაა თქო შეიძლება დაკარგო მეთქი მეორეც მაქვს შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ და დროზე მეთქი მომწმინდე სისხლი და всё გამიშ ნუ ასვენე ჩემს ოპონენტს. ექიმი რისთვის ქვია, აბა ნუ გამაგიშებ შენ ეხლა. დუარ გითხრა რა გვინდა მაშინ ან საჯი ან ისა დავდგერე დავხოთოთ. თავაზელნი ამომისვა მორჩა. შეჩერდა რაღაც წამიერად სისხლი, მაგრამ მე სისხლიდან მებძოლი ვარ ბიჭო. სისხლიდან რას ვიქვი არა უშავს. აბა ბალანსი ცეკვები სხვანაირი არის რა, ეხლა შეიძლება სისხლი მოგდიოდა შეიძლება უამრავჯერ ყოფილა სიტუაცია რომ ეხლა შენ თუ არ ბრძოლის გაჩერება და მე არ გამიჩერებია და ყველა ბრძოლა მაქვს აქედან მოგებული. იმიტომ რომ მე ზადნი არ გამაჩნია. ასე ვთქვათ, ვერ ვნებდები. შიგნიდან მე ჩემი თავი შემჭამს რა ისეთი ხასიათი. აი რინგზე რო ამოვარ მე ნახავ რამდენად მაგარი ვარ. ჩემ წირო დადგები ეხლა სიტყვით რამდენიც გინდა ვისაუბროთ. ლევან აი ფაქტია და საყენებელი მაგაზე მაქვს შემდეგი კითხვა უკვე გააჟღერე რომ
ვთქვათ, შენს overhands დავახვედრებ ჩემს uppercut-ო და აი ამასთან დაკავშირებით, ანუ რაღაც იქნება вообще არ უტყავ overhands, აი რა იცი. ну, აი გათვლები აქვს გარკვეული მაგით დავიძახდი მოკლედ ვინით ტიპიურ ჩუბის სტილთან და აი მე მაინტერესებს როგორ ფიქრობ რა მომენტში დაიწყებს პიტბული ისეთ ბრძოლას რომელიც შენთვის იქნება ხელსაწყო ალბათ 10-დან 20 წამის მერე აი 10 დაწყების დროს ან შეიძლება დაიწყებს თუ არა გამოვარდეს მართლა ხარივით და სხვა გზას არ დამიტოვებს ეგრევე შევახვედრებ და გავეცლები და კუდრად დაეცემა ან იქნება მომენტი რომ ჰოპ გადმოაგდებს მოიქნევს გამოყვება ამ დარტყმას ჩაყვინთავს ამოწევს თავს აქედან ან ერთს მოიქნევს მეორეს გამოცურავს რინგზე ან შეიძლება ვაფშე მართლა ისე დაიხვეწა რომ ნუ ლაპებზე კარგად მუშაობს ლაპების ჩემპიონად შეგაფასებ კარგად მომეწონა ლაპებზე მუშაობა უბრალოდ ერთი რაც არ მომეწონა ნუ მაგას არ მომეწონას ვერ ვიტყვი რა იქიდან გამომდინარე რომ შენ არ გაქვს დიდი გამოცდილება და გინდა თუ არ გინდა ეს ტექნიკური ასპექტია როცა მარცხენა ბაკალავრის იქნებ მარჯვენა ხელი ჩამოგაქ დაბლა აი არ მინდა შენი სწავლებები რა არა არაფერს არ გასწავლი კაცო მე უბრალოდ მინუსებზე მიგითითებ რა უნდა გამოიყენე შენთვის ეგ მინუსები თუ ხედავ რამეს გამოიყენე აი ძალიან მარტივი და ყველაფერი გამოიყენე და რო ადგები მე და წავიღებ ქამარს სახლში, მე იტყვი რომ უი დედა რა კარგეთ მომზადებულა. თუ შენ მოახერხებ და ქამარს წაიღებ სახლში. ავიღებ აბა, რა ვიცი, პატივისცემა. მაგრამ ქამრის მაგივრად საჩუქარი მაქვს შენთვის, ოღონდ ეხა არა პრეს კონფერენციაზე მე. It's okay. კაი. მოდი ახლა შემდეგ ბლოკზე გადავალ კითხვების, რომელიც, ну, ასე ზედაპირულად რო დავარქვა, თქვენს რა თვლით რისკებად და რა თვლით სლაბ მხარეებთან ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები და გადმოვალ ისევ შენზე პიტ. რას ფიქრობ ბრძოლაში რა აქვს ლევანის რაც შენს კალაპოტიდან ამოგაგდებს ასე ვთქვათ შენს გეგმა ან ლევანის ეგეთი არაფერი არ აქვს, მაგრამ შეიძლება ისევ ჩემი სისუსტეები იყოს ეგ კოზირი რა. თორე ლევანის მაგის განსაკუთრებული სამაგისოთ არაფერი არ აქვს. ჩაულებრივ დახვეწილი კრივის ტექნიკა აქვს. კარგად ნავარჯიშები, კარგად გამოყვანილი დარტყმები. მე არ უნდა დაუშვა შეცდომა და მოკლედ რო ვთქვა, ხელები არ უნდა ჩამოუწიო და არ უნდა დავხვდე ისე, თორე ვიცი რომ გამიტარებს რა თქმა უნდა ეს მარტივი 2x2 4-ია დაახლოებით ეგეთი ვარიანტია რა. ისევ ჩემი სისუსტე თუ ისევ ჩემი შეცდომა თუ მიცემს ამას ხელსაყრელ მომენტს, თორე როგორც ასეთი ამას რო კონდეს რამე ისეთი რო აი ერთადერთი, ნუ ვიცი რომ წნეხი უყვარს, რომ წნეხში გამყოფებს და გაწובה მიჩხუბია ესეთ ბიჭებთან, მოკრივეებთან, ვისაც უყვარს ეს წნეხი, რომ გაწובה და გლის, მაგრამ ეგ არ იქნება. მაგაში მინუსი არ მექნება, იმიტომ რომ ვერ დამყრის. ლევანი შეიძლება ყველასთვის გასაოცარი იყოს ეს ამბავი. მაგრამ ლევანი მე ვერ დამყრის თავის წნეხით, როგორ ეცინება, მაგრამ აღარ გაგეცინება დამიჯერე რომ მომაწვევი და რო ვერ დამყრი. აღარ გამიხარდება. თუ შენ ოქროს ფილტვები იპოვე იქ თაში. ვიპოვე კი. 3-4 წელი. ну შემდეგი კითხვა ზუსტად მაგასთან აი ტემპთან მქონდა დაკავშირებული, უფრო წნეხი შენთან არის ეგ სიტყვა ჩემთვის ასოცირებული და ლევანიზე ასოცირებული უფრო ტემპია და გამძლეობა. ტემპი ხო, არა მართლა. და ამ ტემპს რო შემოგთავაზებს რაღაც ანუ ვერ დამღლის სიძახი და რაღაცა მკითხვი გეგმა ბეც მაქვს ცეც და მთელი ამბანიო, მაგრამ აი შემოგთავაზა ლევანიმ თავის ძირითადი კოზირი, რომელსაც ყველა გამონაკლისის გარეშე, ყველა თავის მეტოქეს თავაზობს ეს ტემპი და გამძლეობა. ამის საპირისპიროდ რა გაქვს? ცივი აგრესია. ზედაპირულია, თუმცა ჩაძიებას არც აქვს. ხო, ჩემი ცივი აგრესია დახვდება მაგ ტემპს და აი და აუცილებლად დავახევინებ უკან. თუ თავისინებით არა, მაშინ ძალითა ჩემითა. აი ზუსტად
თითქოს და წინასწარ იცი რა უნდა კითხო, ანუ ზუსტად შენ მიმართ ქონდა ეგ კითხვა, რომ ხანდახან ბრძოლაში საჭიროა უბრალოდ უკან რო დაიხიო. კი, საჭირო. და შენ მზად ხარ რომ მოითმინო უკან დაიხიო თუ შენი სტრატეგია როგორ საკმარისი გამოცდილება მივიღე. ზეწოლა კი იქნება რა თქმა უნდა ჩემგან, მაგრამ უკვე საკმარისი გამოცდილება მივიღე იმისთვის რომ გავთვალო ასეთი რაღაცეები რა, რომ იქ ტემპი ვაკონტროლო, იქ დარტყმები ვაკონტროლო, რო არ დავიღალო, ხო ხდები ამას ბევრი სჭირდება რა, რომ შენი ორგანიზმი როგორც შესწავლილი გაქვს იმ დონეზე აკეთებ მე იქ საქმეს რა და მე შესწავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ზუსტად ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო, გათვლილია და გაწერილია ყველაფერი, ყველა ჩემი მოძრაობა აბსოლუტურად რა და ამას იმიტომ ვიძახი რომ თუ თავისნებით ესეთი შეუდრეკელია ლევანი და ზადნი არ ამაქვს რომ იძახის ძალითაც შემითა მაშინ ეთილი მოდი ლევანისკენ გადავალე ხა ამ კითხვებით ლევან როგორ ფიქრობ კი ნაწილობრივ გაეცი პასუხი მაგრამ უფრო გვიმარტო ეს ჩემ წარმოდგენაში ეს პირველი ორი რაუნდი არის შენთვის ყველაზე რისკის შემცველი და შენ როგორ თქვი იზიარებ თუ არა ჩემს აზრს და მზად თუ ხარ ამ წნეხს პირველ ორ რაუნდში რომელიც ჩემი აზრით პირველი შემოგთავაზებს გაუძლო და როგორ რეალურ საფრთხეთ მიგაჩნია ეს პირველი ორი რაუნდი კი სავსებით ვიზიარებ თქვენს აზრს ხედვას პიტბულს აქვს ძლიერი დარტყმები საკმაოდ გამოჯეკილი ხელები საკმაოდ კარგი სისწრაფე აქვს მას ასე ვთქვათ შესაძლებლობა რომ დაამარცხოს ნებისმიერი მებრძოლი ჩემს გარდავა გაიტყვის არა მაგას არ ვამბობ რა თქმა უნდა ყველა ადამიანის დამარცხება შეგიძლია შენ თუ ის ადამიანიც როგორც შენ აღნიშნე დაუშვებს შეცდომას გამოცდილება კი სწორედ ამაში მეხმარება რომ შეცდომები არ დაუშვო მე ნაბიჯს უკან ვდგავ მხოლოდ ერთი მიზნით რომ წინ უფრო სწრაფად და ძლიერად წავიდე. მე დაგაშვებინებ მაგ შეცდომას. რა ვიცი, თუ შენ მოახერხებ რომ მე შეცდომა დამაშვებინო, ესე იგი მე არასწორი ნაბიჯებით მივლია. ასე რომ, ნახე, ზოგადად შენ იძახი რომ წნეხი მაქვს ფსიქოლოგიურად მართავ ადამიანებს იმას ფსიქოლოგიურად უტევ. და როცა შენ ჩემთან ჩაგენიშნა ბრძოლა, აი ის წააგე უკვე. ფსიქოლოგიურად ჩემს წინ გეუბნები კედელი ვარ გამორიცხე ჩემთან ფსიქოლოგიური თამაში კედელი კი არა მე შოკი ხარ ჩვეულებრივი მოგიკიდებ და გადაგდებ იქეთ რა კედელი სანამ ამოხვალ ემოციურად ისე დაისტრესები აი სანამ რინგზე ამოხვალ სულ ის გაგახსენა ციკლაური სულ ვარჯიშობს მე კი არასპორტულად ცხოვრობ ციკლაური ის არის ციკლაური ეს არის მარტო ჩემი სახელი და გვარი გეკერება გონება ეხა ხო მე 16 ბრძოლას ვიბრძვი კაროჩე სადღაც 10 ბრძოლა ისე ვიჩხუბე რომ აი საერთოდ არ უყურებდი ვინ ვარჯიშობდა, ვინ არ ვარჯიშობდა, ვინ რას აკეთებდა, ვისეცი და მე არ ვარჯიშობდი და სულ ვიყავი 61 კილო ბუნებრივად რა. დაჟე კლებაც არ მიწევდა 1 კილომეტრს გავირბენდი და უსაუბრ წონა ჩაბარებული იყო. რა ვარჯიში ძმა, რა სიძახი ვარჯიშმა როგორ უნდა შემაშინო. ძლიერ ოპონენტს ხდები, მე შენ თუ კუნთებს ავარჯიშე, შენ თუ კუნთებს ავარჯიშე, შენ რინგზე რო დადგები მიხვდები რომ დავდგები აბა რას ვიზ. აი ფსიქოლოგიურად იქნები დაშლილი. აი რა. მე მინდა რომ გავძულო, ამიტომ არ გიტევ ფსიქოლოგიურად, მინდა რომ შენ მაგის ძალა არ აქვს, შენ მე სერიოზულად. შენ მე ფსიქოლოგიურად მაგრო გადაგანგრე უბრალოდ რინგზე ვაფშე დაქტოებ აი. ბიჭო, შეიძლება სპორტული მონაცემები მეტი გქონდეს, მაგრამ შენ ფსიქოლოგიას აი საერთოდ შენ კი არა, შენ კი არა. ემოციურად აი დახურების დროსაც ისე იქნები რომ იცი რამდენი მუშაობდა რომ დაენგრიათ, მაგრამ ვერაფერი ვერ დამაკლეს. ფსიქოლოგია კი არა თვითონ შეირწნენ ისევე და ეგრე არ მოგივიდეს შენ. შენ მე ფსიქოლოგიაზე ვერაფერს ვერ დამაკლებს. გამოჩდება. რინგზე რო ამოხარ გეუბნები იმდენად იღელვებ, ისეთ ემოციებში იქნები რომ დაგავიწყდება როგორ უნდა გაიქცეს ხელი. ჯერ ახლა მაგის გაპარი. ნამდვილად. იფიქრე და მიხვდები რომ ჯერა კი არა უკვე ეგრეა. მე ვატყობ ადამიანს. კი, მაგრა ატყობ, შენ მაგის ნიჭი ქონია. მაქვს. ბევრი ასეთი ნიჭი მაქვს.
ნუ რაც შეეხება კითხვას კი დაუბრუნდები ისევ. კითხავებთანაც ხო არ დადიხარ. არა, კითხავებთან შენი არა კაც, მე რა თქმა უნდა კითხავები. მე ქვეყანა მე ნასიარული. უფლის წამს ცხოვრებაში არასდროს არ მკითხავთან ყოფილი ვარ. ფიშვაში კაცი ვარ და არც არაფერს კი ყველაფერს სერიოზულად რო იმოჩება და მე რა აგრძელებ ლაპარაკი რა მაგრამ რაივში რო არის და ვკითხავ რო უსმენ ხო იცი არჩე ერთ კითხვას წაიკითხავს და მთელი 40 წუთი ამ კითხვას უulis მე რას ბოჟიალობს თვითონაც არ იცის ავიწყდება ის კითხვაც ეს კომენტარებსაც არ უყურებს არაფერი აღარ აინტერესებს ლიჟბი ილაპარაკოს როგორ უყვარს ლაპარაკი და მე ჩემზე იტყვიან რომ უშენ ჩემი შეგითხარი გული მოგიკალიო რა პირდაპირ ეგრევე დაიცალა ემოციურად არა პროსტა კაი გავაგზავნოთ კითხვა ისე მოყვა მთელი ისა მთელი თავისი ის მოყვა ჩხუბების ისტორია და 300 ჩხუბი მოყვა და ზუსტად ამ ჩხუბებიდან გამომდინარე გამიშთა ასეთი კითხვა რომ ნუ შენ არაერთხელ თქვი ზიანზე არაერთხელ თქვი იმის შესახებ რომ წინასწარ ყავს კუთხეც ექიმიც გაფრთხილებული რომ გაჩერება ბრძოლის არ შეიძლება და ამასთან მაგ კითხვა დაკავშირებით ანუ კი გამოცდილება გაქვს ამ ზიანის მიღებული ზიანის პროფსპორტში როგორც კრივშია კიკბოქსინგი ახსენე მაგრამ შიშველი ხელი როგორც ლუკამ არაერთხელ ახსენა სულ სხვანაირად იგრძნობა ხო და ну, როგორც მე აღნიშნე, ზომბი მას კი ვერ მოითმინა ეს შიშველი ხელით ზიანი, რომელიც მას პიტმა მიაყენა, როგორც მინიმუმ პირველ ბრძოლაში. და შენ რამდენად მზად ხარ, როგორც თვლი, რამდენად მზად ხარ, რომ ეს დიდი ალბათობით ხო ეხა ჩუბში დარტყმები იცვლება და ორივე მიაყენებ დარტყმებს და რამდენად მზად ხარ რომ მოითმინო ეს შიშველი ხელით მოყენებული დარტყმები და ზიანი და შენი გაიტანა. სრულიად. აი პირდაპირ ამომწურავად რო გიპასუხო. ყველანაირად მზად ვარ. მე ჩხუბობდი კიკბოქსინგს საერთის წესით. აი შიშველ ხელზე მიმახვილებ ყურადღებას, შიშველ მუშტზე ბევრად ძლიერი არის მუხლი. და მუხლი მაქვს მოხვედრილი გამსკტარი მაქვს თვალის ქვედა ნაწილი წარბი ცხვირი მაქვს მოტეხილი და თავი არ ამიწევია უკან. ანუ ისე მივიღე ეს დარტყმა და ისე გავაგზავნე ბრძოლა. ანუ ჩემთვის დარტყმა როგორც ესეთი არაფერს არ წარმოადგენს ფიზიკური ძალის მხრივ რომ აი ძლიერად ურტყავს და რაღაცას დაგიშავებს. ერთადერთი ვინც მირტყავს ძლიერად ეს არის ცხოვრება მხოლოდ. იმ თავისი სირთულეებით. დანარჩენი არაფერი არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს ეგ. მზად ვარ ყველანაირად. მე ჩათვალე რომ ცხოვრებას უყურებ თვალებში. შენ შემოგივლე. ლუკა მახსენა რომ ციკლაური ვერ დამღლისო. ნუ ჩვენ ხედავთ მის თორებიდან რომ ფიზიკურადაც სერიოზულად ემზადება. ნუ დაღლილობასთან დაკავშირებით მე სხვა შორის არ მინახია რომ ლუკა დაღლილობის გამო უშუალოდ დამარცხებულიყო და იმ შემთხვევაში შენი ტემპი და აი შენი შეთავაზებული ასე ვთქვათ გამძლეობის ჩელენჯი თუ გაუძლო გაქვს შენს გეგმა B? მე გეგმები მაქვს ყოველთვის. B-ც, A-ც ანალოგიურად ანუ ამბანზე ჩამოსათვლელი არა მაქვს გეგმა, მაგრამ როგორ შევუტიო, როგორ გამოვიდე, როგორ აღვიდგინო, როგორ დავასვენო და ნუ რავი, ყველაფერი, როგორ გავასვენო რინგიდან, მაგის გეგმაც მაქვს. თუმცა თუ ამბობს რომ გაუძლებს, თუ კი არა ესე გეუბნები, აი მინიმუმ ალბათ 300 ბრძოლიდან ყველა იძახო და ციკლაურს გაუძლებ კი არა ის რინგზე დადგებიან და 1 წუთში არიან მკვდრები. აღარ არიან უკვე გასტანები არიან 1 წუთში. და აი რინგზე რო დადგება ჩემწილი იქ ნახავთ რომ გამიძლებს კი არა ფილტვებს ამოალაგებს აი ამოალაგებს დაფერთხავს მიშველეთ რაღაცა წყალით ამალეინეთ სადღაც რაღაცა გამეხმარეთ ეს რა ტემპი აქვს აი ისეთ ტემპს შემოგთავაზებ რომ უბრალოდ შოკში იქნები აი ისეთ ტემპს შემოგთავაზებ მართლა ტყვიამ თქვევით უნდა დაგაყარო ხელი მოდი ძმა მოდი ბრატ მოდი გეუბნები შენ თუ აიტანე არავის არ ეშინია შენ თუ აიტანე კი არა თუ გინდა საჩუქარს მე რინგზე გადმოგცემ შენ თუ აიტანე რაც კინეში გადმომეცი ბაზარი არ არის მაგრამ ატანაზე ცოტა სხვა შეხედულება მაქვს მე მაგალითად
სულ არ შემეძლოს, მაინც ვიჩხუბო. მომწონს. სულ რომ ხასიათი დავიღალო. მომწონს. აი ეგ არის აი მეც გავიხსენებ, ხო შეიძლება ინტერესს- ერთი მე სურმავასთან რომ ვიჩხუბე. ხო, ეგეთი სტილის მოჭხუბარია ისაც რა, მაგასთან რომ ვიჩხუბე, აი არ არის მართლა ეგეთი ხელში სტილის. მეჭირა ფილტვი. მაშინ მიუხედავად იმისა, არ მოვემზადი საერთოდ ერთი დღე არ მომზადებულ ვარ, პროსტა წონა დავიკელი და ეგ იყო და ეგ, მაგრამ აი ფილტვები ვეწეოდი, რა ვიცი, ყველაფერს არ ვიკლებდი არაფერს, მოკლედ მაუნიჩვევები და ასე შემდეგ რა, არაფერს არ ვიკლებდი, არც ჭამა მქონია იმით, რა ქვია, დიეტას არ ვიცავდი, არც ვარჯიშობდი, არ პროსტა გამოვედი და ვიჩხუბე, მაგრამ იმდენად დავიღალე, რომ აი მართლა ბოლოს აი სანამ ერთი და წუთნახევარი არ გავიდა ჩხუბი რომ დამთავრდა, მეოთხე რაუნდიო რომ ესმოდა იქედან, იმე გული ცუდად მიხდებოდა, მეთქი რა ის მეოთხე რაუნდი მოვიგე, არ მაინტერესებს, მე მგონი შენ გეძახი აღარ მახსოვს. კარგად. დაჟე ლაპარაკის თავიც არ მქონდა, ისე ცუდად მქონდა ფილტვები, მაგრამ ეხლა საერთოდ სხვა არის. ეხლა 100,000 ჯერ მაგაზე უფრო მაგარი ვარ და 100,000 ჯერ უფრო მეტი გამოცდილება მაქვს და 100,000 ჯერ უფრო მომზადებული ვიქნები, რა თქმა უნდა რა. ნუ არაერთ სპორტსმენს უთქვამს ჩემთვის ეგ რომ არ დაიღლებიან და სურმოვას სტილი როგორც ერთი შემოწუხებელი არ არის, ის დგას, იღებს დარტყმებს. რას დგას, ბიჭო, რას დგას? მაშინ ჩემთვის ეგ დგომა არ იყო ძმაო, ახლა. მაშინ სხვა დონეზე ვიყავი და ჩემთვის ეგ დგომა არ იყო. კი ბატონო, შენთვის ისიც კი ბევრი და მეც ბევრი დარტყმა გაუტარე და ბევრი დარტყმას იმიტომ გაუწრო რომ და იღებს სურმოვა ესეთი მებრძოლი არაერთხელ დავანოკდაუნე რამდენჯერმე. ნუ რეალურად იქ მინუსკულები რო არ მიეცათ, სურმოვას მაინც მოგებული ჰქონდა ჩემი თვალიდან, ჩემი შეხედულებით. ძალიან ცუდად გიყურები. თუმცა სურმოვა კარგა ხანი უკვე ჩამოშორებული იყო აქტიურ სპორტს. არა, რა ის ძალიან ცუდად გიყურებია, იმიტომ რომ გამამ შემოაბრუნა ჯერ ერთი ნოკდაუნი, მერე მეორე ნოკდაუნი, მერე მესამე ისა რა ქვია, ნოკდაუნი არ იყო, მაგრამ სერიოზული გატარებული დარტყმა იყო, ბექვისტი გაუტარე რამის მოწყდა ადგილი. სწორედ მახსოვს. მინუსკულა ეგ მერე წონებზე კი, წონაზე კი არა, კეფაში მირტყავდა და მაგიტოა იყო. ეგრე მაშინ ავიღებდი, დავაწყვიტებდი და ვეღარც ააწყობდი და მოვიგებდი თუ ეგრეა. ერთი კაკრიაშვილი იძახოდა რომ კეფაში ურტყავდი. არ უყურე ძმაო, შენ მაინც ხო უყურე, იქ არიყავი, კეფაში მირტყავდა პირდაპირ ასე ვეჭირე და ასე მირტყავდა კეფაში გამეტებით ეგ დარტყმა კი ბატონო, მაგაზე შენ თუ არ გიყურებია და სხვა რამეს უყურე, მაშინ გადახედე. კარგად გადახედე, ძალიან ბევრი დარტყმა მომხდა კეფაში. კაცი რო წინ გიდგას, ლოგიკურია, შენ თუ თავი არ მეუტრიალე, ან თავი არ დაუხარე. ვაფშე არ მიმიტრიალებია თავი, ბევრი ძალიან ბევრი დარტყმა მივიღე კეფაში და რო იცოდე თუ მოგხვედრია კეფაში ხელი ძალიან ბევრი მაგარი ისეთი მომენტია საშინელება მტკივნეულია გღლის და ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს შეიძლება საერთოდ ვერასდროს ვერ იტყუბო არის მაგის ის ხონია მე ძლიერი ტვინის შერყევა მქონია კეფაში დარტყმების გამო და ეგრე ნუ უყურებ იმიტომ რომ მე მაგის მოუგეთ შესნათ რასაც ქვია მინუსკულები ინტერესის გამო ეხლა აქედან გამას წესებით მე მაგვიც მოუგე ვერა ხვალ მაინც ჩაუჯდები ინტერესის გამო უნდა უყურო მე გირჩევ იმიტომ რომ ეთყობა კარგად არ გიყურები შეიძლება მიკერძოებული თვალითაც უყურებდი არ გამოვრიცხავ ეხლა მაგას სურმავს ხომაგობდი იქიდან გამომდინარე რომ ვიცნობ და მეგობრობ მასთან და შესაძლოა ესეც იყო განპირობებული იქიდან ნუ ზოგადადაც ისედაც მაყურებელსაც რომ მიმართო როცა ვიღაცას ხომაგობთ გინდა თუ არ გინდა შენ საჯი არ ხარ და არ აღიქვამ იმის მეორეს დარტყმას ასე რომ საჯები მაგით არიან რომ გამიძვნეს ეს ყველაფერი კი ბევრი იძახდა სხვათა შორის რომ სურმავა მოიგო მაგრამ ეგ იყო იმათი ნათქვამი ვისაც სურმავას მოგება უნდა ხო მაგას ვიძახი აი შეიძლება მისი შემატკივარი ვერ წარმოედგინეთ რომ მე სურმავას მოვუგე გესმის თორე რეალურად უყურეთ. რეალურად რო შევხედო მეც შევიგონები ყველაფერს როგორც პროფესიონალმა ისე უყურეთ, მაო და აგერ ნახავ რა ვიცი, რამდენიმე ნოკდაუნი იყო, მე უფრო მეტი დარტყმა გაუტარე სერიოზული და ვერაფერი ვერ დამაკლო საერთო ჯამში და მოუგე, ჩვეულებრივ მოუგე ძმაო. გინდაც არ ყოფილიყო მინუსკულები, ნოკდაუნის ხარჯზე მოუგე ძმაო. შეიძლება ბოლო რაუნდი წავაგე, შეიძლება. სავარაუდოდ წავაგე, ახლა ზუსტად ვერ გავიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ ბოლო რაუნდი წავაგე, მაგრამ პირველი ორი რაუნდი უეჭველი ჩემი იყო, მაგრამ მესამეშიც ნოკდაუნი ქონდა, პროსტა არ დაუთვალე საერთოდ. ლევან, შენთან გადმოვალ კითხვით. რას შენ ნუ პიტბულმა არაერთხელ ახსენა რომ ჭკუით გაჯობებს. და შენ როგორ თვლი
პიტბულს როგორც ჭკვიან მებრძოლად აღიქვაო? კი, პიტბულს ჭკვიან მებრძოლად ნამდვილად აღვიქვა. მან განვითარება იპოვა ჩხუბიდან ჩხუბში. გაიზარდა, ვარჯიშობს, მომწონს რომ მაგალითებს იღებს, ხედავს მინუსებს, ფიქრობს. ნამდვილად ჭკვიანი მებრძოლი არის. თუმცა არც მე ვარ ვიღაც სადღაციდან მოსული და შეიძლება როგორ თქვა ბრძენი არ ვარ, რადგან მე თვითონ ვუშვებ საკმაოდ ბევრ შეცდომას, მაგრამ ჭკვიანი ნამდვილად ვარ და ჩემ შეცდომებზე ვსწავლობ. ასე რომ იგივე შეცდომას მე არ ვიმეორებ არასდროს. ქონია არაერთი შემთხვევა, რაც გამომისწორებია ბევრგან. პიტბულ შენ რას ფიქრობ? ლევან ციკლაური რას ფიქრობ? ასე დაგისვა. დავამატებ მოდი ერთს პირობითად კაკლიაშვილი არის ფიზიკური ძალით, შევაქებ. ნამდვილად იმსახურებს ეს ბიჭი შექებას. გენეტიკურად არის რა, რომ ძლიერია. ფიზიკური ძალა აქვს ბევრად მეტი. მე იძულებული ვიყავი გონებაში კიდევ უფრო მეტად მეფიქრა, როგორ ავსჩქარებულიყავი, რა უნდა გამეზარდა. ანუ ის რო კარგია, ეს ჩემთვისაც კარგია. ის მხდის უფრო უკეთესს მე. რომ იძულებული ვარ, რომ უფრო გავაძლიერო ჩემი თავი. ანალოგიურად თუ პიტბული კარგი გამოვა რინგზე, მე კიდევ უფრო კარგი ვიქნები. იძულებული ვიქნები გონება გადავრთვა ისე მაქსიმალურ რეჟიმში, რომ უფრო მაგარი გამოვიდე. ვერ მოასწრებ. გაჩვენებ. 5 რაუნდი მაგ დრო ამისთვის. პიტბულ ოღონდ არ დამჭირდება. ციკლაური სტილს პატივს ცემ თუ გადაფასებულია, ანუ მეტის მეტად დაფასებენ ამას. სტილს პატივს არასდროს არ ვცემ. მე პატივს ვცემ ჩემ სტილს, მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენი სტილი ჩემთვის არაფერი არ არის, თუმცა მე მის მონდომებას, მის ამდენ მრავალწლიან გამოცდილებას, ამდენ სპორტს და ამდენ შემართებას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ. როგორც სტილი ჩემთვის არის აი ჩვეულებრივი აი რაღაც ქარხნული გამოძერწილი სტილი, ხო ხტები რას ვიძახი რა? ანუ აი ქარხანა რო დაშტამპავს რაღაცას რა, აი როგორც მაგალითად შენ ტელეფონი არის, რომ ბევრი გამოდის ესეთი რა, ერთი და იგივე. ერთი და იგივე. არა, ტელეფონი. შედარებას ვაკეთებ რა. აი ეგრე არის ციკლაურ დაშტამპულივით ქარხნული მოკრივე რა. ქარხნული მოკრევია თუ კიკბოქსიორი არის, რა ვიცი, რა ხარ ბოლო-ბოლო. კიკბოქსიორი, ხო? კიკბოქსინგით მაგ დაწყებული დღეს მოკრივე. ბაზარ. ხო, დღეს მოკრივე ხარ. აი, მაშინ რაც დღეს ხარ, იმას ვიტყვი. მოკრივე, ეს გამოძერწილი მოკრივე ქარხნულად რა. და აი მე მაგას განაპატივს არ ვცემ, კი პატივს ვცემ, მაგრამ მე მიმაჩნია ტვინით მუშაობა სხვა რამე არის ჩემთვის რა. აი როგორც ყველა იმ მიმართულებით რო არ მიდიხარ და სხვა მიმართულებით მიდიხარ, მაგრამ იმათ შეიძლება ბევრ რამე შეაჯობო რა. აი მაგას ვცემ მე პატივს, როცა შენი გონებით შეგიძლია ვიღაცა ქარხნულად დამზადებულს გადაუჯოკრო რაღაცაში და აჯობო რა. შეიძლება ფიზიკურად ვერა, ტექნიკურად ვერა. მაგრამ სხვა სისუსტე მოუნახო და იმ სისუსტე გამოიყენო საშენოდ რა. აი ამას ვიზავ მეც გაჩვენებთ, რომ კი ბატონო, მაგარი ბიჭი ხარ, ძალიან ძმაო, ვაფასებ შენს მონდომებას და ამდენ წლიან შრომა წვალებას ძმაო, მაგრამ მე შენი სისუსტეები ვნახე, ვიცი რა გაქვს შენ და შენ თუ არ დაუშვებ შენი შეცდომას, მე დაგაშვებინებ. გამოჩნდება ყველაფერი 28-ში. აი მოდი მან მეც განვავრცობ ამ საუბარს. მე ძალიან გამხდარი და ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი ყოველთვის. და ვარჯიში რო დავიწყე, ფიზიკურად ძალიან ჩამორჩებოდი სხვა თუნდაც ჩემი წონის ადამიანების. ამიტომ იძულებული ვიყავი მე უნდა მეფიქრა და ტექნიკურად ძალიან ლამაზად და სწორედ უნდა დავიმუშავებინა დარტყმები, რომ პირობითად არის ვიღაცა, ვინც ურტყავს მარტო ხელით. ჯანი აქვს რა და არ ჭირდება იმას, რომ ფეხი ჩააყოლოს, ფეხი შეუდგას, ტანი გააყოლოს და ასე შემდეგ. ყველა დარტყმა მაქვს ათასობით, შეიძლება 10,000-ობითაც დამუშავებული, რომ სწორედ და ლამაზად მქონოდა და დღესაც მოსწავლეები დარბაზში რომ მოდიან, რაღაცეებს რომ ვუხსნი ხოლმე, არ მიყვარს როგორც ერთი თავისქება, თუმცა მათ ბევრჯერ ვთქვამთ, რომ აი რო ვუყურებ ტელევიზორში ან ვიღაც რაღაცა დარტყმებს რო ხსნიან ამ კომბინაციებს, იმათზე კარგადაც კი გამოგდის, რა ძალიან მაგრად აკეთებო. და რატო არ აკეთებ რაღაც ესეთ კონტენტს მეთქი არ ვცალია, მაგას დრო უნდა რა დადექი და ახსენე. ეხლა ვარჯიშს ჩავატარებ იდეალურად. ვცდილობ ტექნიკურად ვიყო ყოველთვის სწორი. რომ
არ მაქვს. მე ვიცი რომ არა ვარ ჰერკულესივი ძლიერი და არ მჭირდება ეს სიძლიერე. მე ტვინი მაქვს, რომელიც უფრო კარგად მუშაობს და ტექნიკა, რომელიც ყველაზე მაღალია. ნუ ამ შემთხვევაში რა. ბრძოლის დროს როცა ტექნიკური ხარ და ხასიათიც მაგრად მოგდევს, მე მგონი გამარჯვებისთვის უკვე დიდი ნაბიჯები გადადგმულია. ხასიათი მოგდევს, ძალა მოგდევს ტექნიკურობით წინ. ვფიქრობ იცი? აი რა სიტყვის ხუბის მერე რო წააგებ. ვერ მომემზადი ხალხო, მოსწავლეები მყავდა და არა, ეგეთ რამეს მე არასდროს არ სათანადოდ ვერ შევაფასე. მემზადები, როდიდან მემზადები? ოჩახტით. ალბათ ორი თვე დავისვენე სპარინგებისგან, რაც ბოლო ბრძოლა ჩავატარე. სპარინგებისგან დავისვენე, თორე დანარჩენ ვარჯიში არ გამიჩერები არასდროს. და სპარინგები დღეს კიდე რავი, ვაფშე მთელ დარბაზს ვესპარინგები რა, რამდენი ვიცი ცალი. ნახევიდა, კი. ხო. და ნეტრაკლებად კი იცი ყველაფერი მაშინ ჩემ შესახებ. და მზად ვარ არა ადამიანურად. შენ კი არა დაჟე აი ცუდად გამოდის, მაგრამ შენ და ზომბი მართლა ერთად რო დადგეთ ვერ დამჩაგრავთ მე მგონი. აი, ეგ უკვე ზედმეტი არის რა. რამე და ზომბი. ზომბი მაგარია, ზომბი მაგარია ორიძე. აი გამოჩნდება რიგზე რომ დადგები, მე იტყვი რომ მეორე კაცი დამახმარეთ, ან მეორე ფილტრი ორიერთზე არ მჭირდება შენთან ჩხუბი, იმიტომ რომ არათანაბარი არის უკვე ორი ადამიანი რომ ერთს ეჩხუბება, გისმის? მე თვითონ აგერ ვარ, ჩემი თავისი იმედი მაქვს, ძალიან ეს ეხლა შენ ნერვებზე გშლი უბრალოდ, კაი დავშვიდი, გეხმები. პროსტა დამღალა შენ მალ ლაყაბობამ, დამღალა და მაგიტო გეუნ. მოდი ამასთან დაკავშირებით შენთან მაკითხა. გამოუშვი. ციკლაუში რა გიშლის ყველაზე ძალიან ნერვებს? აი ეს ლაყბობა. აი ზეთ უსაზღვროდ შეუძლია ილაპარაკოს და არ გაჩერდეს ოღონდ იმაზე კი არა, რაზეც შენ კითხვას დაუშვა. ამ ისეთ პასუხს კი არ გაგცემს ან დალაგებულად რა. მოივლის მთელ დედამიწას, ყველა ჩხუბს ჩაგიტარებს თვალწინ. გაიხსენებს 2003 წელს როდი როგორ დაეცა თუ როგორ დააგდო. გადაწყვეტება კიდე რაღაცა გაახსენდება და აი ძალიან ბევრ თემას ეხება ერთდროულად და აი ეგ მაღიზიანებს ყველაზე მეტად რა. ერთი მიმართულებით გისვამს ადამიანი კითხვას, გაეცი ერთი მიმართულებით პასუხი. არ უნდა ეს ამდენი ალია ბალია და რაღაცეები. აი ეგ მაღიზიანებს. ამომწურავად არ დავეცი პასუხი, აბა მაშინ კიდე არა და კარგად სხვადასხვა თემებზე გადადიხარ და გადმოდიხარ და ესე შადახარ და მერე მავიწყდება კიდევაც ხოლმე თავიდან რა კითხვა იყო გაჟღერებული და ვიღლები რა ამ დელაპარაკში. მოიტა ზრუნავად. ეს იგი ფსიქოლოგიურად ამით ჯობია რომ გაგვეცი პასუხი რა გასკეთებია კაც და ნუ მოგვიყევი მთელი შენი საბრძოლო ისტორია რა გითხარი ბოლო. აი ცოტა კითხვები დავჩაპით. ლევან შენთან მაკითხვა, ნუ შენ შეცდომებზე ილაპარაკე, ორივე მილაპარაკეთ და უშუალოდ ამ ტექნიკაზე, პიცაც უსწორებდი ტექნიკურად მომენტებს და აი რაში უშვებს ყველაზე ხშირად შეცდომებს შენი აზრით პირბული? პიტი. დარტყმის მიყვება. ანუ ყველაზე მეტი დიდი შეცდომა არის ეგ რომ ურტყავს თან მიყვება, ნუ მთელი ძალით ცდილობს რომ დაარტყას. ეგ უკვე ასე ვთქვათ გამოცდილების ამბავია, რომ მეტ გამოცდილებას რომ იღებს, მე აღარ წაყვება. საერთოდ მეც ძალიან ხშირად მივყვებოდი დარტყმის და როცა ემოციურად იმართება, აი პირობითად ვენომთან ბრძოლას მოვიყვან, ნუ ემოციურად დავიღალე რა, რომ დამირბოდა ამდენს და წავყევი რამდენჯერმე მეც დარტყმას. რო გაიწე, მე თვითონ წავიქეთ შემდაქნეულ აკავოებს. წავყევი, იმიტომ რომ მინდოდა რომ მომერტყა რა, რომ მეთქი როდემდე უნდა ირბინო რა. ნერვებზე მეც მომშალა ამდენმა სირბილო. თუმცა როცა მაგას დახვეწავს რა, დაარტყა, დასარტყმელს რომ აქ დაარტყავს და ამ ხელს არ წაყვება და მთელი ტანით. მე მგონი დანარჩენი არა აქვს ცუდად. დასმული აქვს საკმაოდ დარტყმები, კარგი მომწონს. ნელა იზრდება, ვითარდება. კიდე 1 20-30 ბრძოლა და 20-30 ბრძოლა არა რამდენი. კაცი გამოწი 1-3 წელი. მეტი კი არ დაგჭირდება მაგ ბრძოლებზე. შეიძლება გაჩვენო. არ არის მაგდენი ჯანმრთელობა, არ არის მაგდენი ჯანმრთელობა. შიშველი ხელით შენ რო ერთხელ იჩხუბე. არა, ეგრე არ არის ძმაო. შენ რო ერთხელ იჩხუბე, შიშველი იჩხუბე 15 ჯერ და განახებ როგორ იქნები კიდე 30 ბრძოლისთვის მზად.
იჩხუბე, რატო არ იჩხუბე? იმიტომ რომ არ გინდა რომ თავი დაიზიანო, ხო? ჰონორალის არ ამბავია, მიგირს, აბა მე რატო უნდა მიგირდეს, მაგარია. ჰონორალი გადამიხადონ 9 მილიონამდე მიდის BKFC-ში ბრძოლები. თუ კი მაგ არ არის აქ მაგის საშუალება და რა უქნათ ეხლა. ნუ გრან-პრიზე მქონდა საუბარი. ვარსკვლავები ჩხუბობდნენ. თუ კი მაგ დონეზე იქნება რა სიძა ხელთან მეც თუ მაგ დონეზე ავალთ მეც გავრისკავ კიდე ჩემ ჯანმრთელო მეტად, მაგრამ ეხლა ამ დროის მდგომარეობით ხო? ამ მერე თუ როგორ ვთქვა, თუ შენს ინტერესში შევა და თუ რინგზე მეც გაგაოცე, ადრეს ვიძახოდი რა მეუბნებოდნენ კიდეც რომ რო არის ის ჩხუბი მომზადეო. მე კარს გაგიხსნი. გულთბილად ვეცდები მიგიყო. არ მომწონს შენი სტილი? არა. ნუ მე გულთბილად ანუ განა იმას გეუბნები რომ რამე საკვებს შენ. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. მე მასე ვერ ვივარდი შენ. მე რეალურად სტილი ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური და არც ერთ მებრძოლს არ ვუსწორებს სტილს. ყველა თვითონ აყალიბებს. მე ვეუბნები. არა, სტილი გასაგები არის, მაგრამ არა, შენთან ვერ ვივარდი შენთან. It's okay. მით უმეტეს პოტენციურ მოწინააღმდეგესთან აი აქ ვინც ჩხუბობს და წაგებებიც აქვს და სისუსტეებიც აქვს, იმისგან მე ისეთ დიდს ვერაფერს ვერ ავიღებ რა, იმიტომ რომ მე ბევრ რამეს ვხედავ ისედაც რა და ეხლა მე ვისთანაც ვემზადები. ეს არის გელა კახიშვილი, ჩემი ბიძაშვილი, კარგი კაცი არის ძალიან და თავის საქმის პროფესიონალი რა. და ჩემთან მიდგომით, როგორც მე მიდგება კონკრეტულად რა. ეს არის ჩემთვის ახლა ამ ეტაპზე იდეალური ვარიანტი რა. აი იდეალურზე იდეალური ვარიანტი არის რა. იმიტომ წავედი ამ სიშორეზე მასთან მოსამზადებლად. რომ ვიცოდი რომ ის იქნებოდა ჩემთვის აი ოპტიმალური ყველაზე ისეთი ვარიანტი, სადაც მოკლე დროში მაქსიმუმს შემასწავლიდა რა და მაქსიმალურ ყურადღებას და თავის მთელ შრომას ჩადებდა რა, ხო ხდები. და ასეც ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად ვემზადებით. არა მარტო შენთვის, მომავლისთვისაც რომ მე მომავალში არა მხოლოდ შენ, კიდე ბევრი გავაოცო. შვენიერია, შეგაქებ. ანალოგიურად ვარ მეც ეგრე, როგორც აღნიშნე, შალვა ეხმარება, შალვა ავთანდილაშვილი მიზიარებს ვაფშე ისეთ ტექნიკურ ასპექტებს, რომ ერთ კი წარმოუდგენია სხვა მაყურებლებს ალბათ კიდევ როგორ შეიძლება არსებობდეს ესეთი კლინჩისთვის ხარ. აი გადახვედის შემდეგი მაგის ზუსტად აი პიტბული წინაბის ხო მოვიდეთ რომ ხო არ გავასწარი წინასწარ არა უბრალოდ წინასწარ მეტყველი ხარ ეთყობა ზუსტად ეგ მქონდა ჩაფიქრებული რომ ერთმანეთისთვის როგორც მინიმუმ ერთ-ერთი კითხვა მაინც დაგესვა და შენ დაიწყე მზად ხარ კლინჩი აი ოღონდ როგორი კლინჩის ახლა უყურე ჩემი და ზომბის ხო იცი ახლა ზომბი რო კლინჩი განთქმული იყო და მე ყოველთვის ვიძახდი რომ ზომბი კლინჩი არ იცის არის და მართლა ნუ შეიძლება ვინც უფრო ნაკლებად მეტად არიცოდა იმათ აჯობა ხო და მე ყოველთვის ვიძახდი რომ ზომბი კლინჩი არ იცის მაჩხუბეთ და გაჩვენებთ რა არის კლინჩი და აი თუ უყურებ შეგიძლია დაჟე არ ჩანს რა მომენტები იმდენი მომენტი არ ჩანს თუ არ შეანელე კადრი ვერ დაინახავ აი ისეთი რაღაცები მოხდა ასე რომ გაურბოდა თავი და აი შენ მზად ხარ აი საიდანღაც რო ხდება დარტყმები და რო ვერ გებულობს აი ასე რო იყურები და აქედან მოხვდა თუ ყურსუკნიდან მოხვდა თუ რაი მზად ხარ მაგისთვის აი შენ ფიზიკურად ხარ ჯანზე რო გამიმკრავდე ფიზიკურ ჯანს თუ რინგზე დამიწუნებ ხელებს ავწევ არ მე დარტყმის ძალაზე არ გეუბნები რა აი მიწოლის ძალა დაჭერის ძალა ხო ხდები აი ხელის მოჭერის ძალა მაგას გამოვყავ როგორც ერთი მოსწავლე და სხვა შორის ძალიან ბევრი არის მოჭიდავე ჩემ დარბაზში რა ნუ MMA-საც ვარჯიშობენ და აი იმათთან ჭიდაობის სკილებსაც ვსწავლობ ფეხსად გომელა ჭიდაობას რომ ხელის დაჭერა ორი აი საციას ვასწავლეთ მაგალითად ნუ გოჩა მყავს კლინჩი განთქმულია რა გოჩა ჯანელიძე აი ლეგენდარული კლინჩი აქვს და საციას ისეთი მანერები ასეზე ერთი ხელით ორი ხელის დაჭერა და იმას ურტყა ჯიქიას ადრე თუ გახსოვს ნუ დაიბნა მაშინ საცია კიდე ცოტა ასე ვთქვათ მომზადებისთვისაც ცოტა დრო იყო ტრამვების ჰქონდა და მეთქი გადავდოთ ეს ბრძოლა რომ მოემზადო კარგად რადგან
ფიზიკურად ბევრი ტრავმა ჰქონდა. თუმცა მაინც მაგრად გამოვიდა. ნუ შენ წარმოიდგინე ეგ ილეთები ვიცი, იმდენი ილეთი ვიცი, იმდენი რაღაცა ვიცი კლინჩი და მერე გამოყენება უნდა მაგას თორე. ხო და გამოყენებისთვის მე სპარინგ პარტნიორები სულ მკითხი, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი რო ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მინუსი არის ის, როცა ვერ იყენებ მაგ ყველაფერს და მე პარტნიორები მყავს, ვისთანაც ხვეწავ ამ ყველაფერს ვიყენებ. მე შიშველი ხელებით სპარინგობ დარბაზში. შეო, ძალიან გამისწორდება შენთან კლინჩი როგორი იქნება რა. თუ გამიწევ წინააღმდეგობას პროსტა რა მაინტერესებს. და არ ამგონი. აი კლინჩი მე მგონია რომ კლინჩი რო შემოხვალ ალბათ ერთი წუთამდე ენერგია შეგრჩება. რადგან კლინჩი ყველაზე დამღლელი არის. იქ სხეულის ტემპერატურა რა სულ ყველაფერს თავი და რასუდაც მაფასებ. აი მომწონს მე. კარგია თუ საჩემოთ არის ძლიერად იქნები, რადგან კიდევ უფრო ძლიერი ბრძოლა გამომივა და მე ხო იცი მთელი აქცენტი იმაზე ბევრად სუსტი გონი ვარ ვიდრე რეალური. აი ბევრად ალბათ ერთი 4000 ლამაზად ჟღერს ძალიან და მთელი აქცენტი იქით მიმაქრა რომ მიჩევნია გაგზელდეს ბრძოლა ძალიან მაღალი კლასით გამოვიდე ვიკლინჩავოთ კიდეც გირტყა ცოტა შენს გარტყმეინო პატარა სისხლი მეც წამომივიდეს რომ შოუს დაიდგეს კადრები იყოს მე ვიდეოს ხო უნდა უყურო და მინუსებიც ხო უნდა შევაფასო მე გავაკეთო ის მაქსიმუმი ტექნიკური თვალსაზრისით რას ვსწავლობ და როგორ გამომივა არ გამომივიდა ესე იგი ეს უნდა შევცვალო თორე არც მე მაწყობს შენი აზროვნება შენ როგორც აზროვნებ აი ეგ მე მაგრად მაწყობს და ხელს მიმართავს რა გააგრძელე მასე ფიქრი და მიიღებ მისაღებს რაც არის შენ გენაცვალე კაცო მიდი შენ როგორ რაღაცა ისეთ შეუმთავაზე რომ მე გამაბედნიეროს რინგზე თაუბროს დაგახვევს და ნაპერწკლებს გაგაყარინებს თვალებიდან აი ესეთი გაღიმებული თვალები და სახით შემოხედავ იქაც და თვალს ჩაიკრავ არა უშავს კი მე შენ წაგებაში მაინც არ ახარ არც ერთ შემთხვევაში ისე წააგებ ნახე წააგებ რა მოხდა მე კაცი 19 წელია ვარჯიშობს და იმასთან წავაგებ დიდი ამბავი ჩემთვის არაფერი არ მოხდა მაგრამ აი შენ რო წააგებ ხო აი ჩემთვის მოხდა მაგრამ მე არ ვარ ის რომ უფრო მეტად ცნობილი გავხდები უფრო მეტ კურსს ავიღებ მოკრივეს მოუგე გამოგვაღლე და ბევრ გამოვატო კიდე რა ვიცი უბრალოდ ლევან შენსგან თუ იქნება რა მეკითხვა პიტის მიმართ ნუ რა ვიცი ისევ გეგმებზე ვიყავი წეღან ჩატიდებული რომ რა ინტერესებს ხო რაღაც სტილისტიკურად როგორ ფიქრობს არა რო გითხრა მაინტერესებს რა რინგზე მაინც ის იქნები ვინც იქნები ეხლა ნახე ასე შემიძლია შენ კითხვასაც გავცე პასუხი რა იქიდან გამომდინარე შენ როგორც ბრძოლობ პირობითად ერთი თვეა წახვედი და ემზადები ამ ერთ თვეში რაც ისწავლე ზუსტად 30 წამში ან ერთ წუთში ასე ვთქვა დაცლი და შემდეგ უკვე გაგახსენება ისევიც რაც საკეთებდი ძველად იგივე ძალიან ბევრ მებრძოლზე მინახავს რომ ზუსტად აი პირველ სანამ ენერგიულად არის და გონებით ფიქრობს და ცდილობს მე უკვე დაიწყებ ჩხუბს ისევ მაგისთვის მაგ ბევრი გეგმა მივიღებ ზოგი ისეთი ზოგი ასეთი ყველაფერს ვიზავ შენ გასანადგურებლად კონკრეტულად რო გითხრა მშვენიერია აი ყველაფერს ვიზავ აბსოლუტურად რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია იმას რა აი თავარია რომ განადგურებინებ თავარია რომ მოგებული გადმოვიდე რა მოგებული გამოვიდე და მეტი არაფერი არ არის თავარი არ შენი ზიანი მაინტერესებს არ თავარია ქულებით იქნება ნოკდაუნების ხარჯზე ნოკაუტ იქნება როგორც არ უნდა იყოს თავარია გავიმარჯვო თავში თავი არ ჩამარტყა ყურზე არ მიკვინო ფეხებში არ ამოვარტყა დანარჩენი მოსულა ძმო კარგად ვიცი გამასწესები და წესების მე ხო ჩემგან იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მინუს ქულა მთელი ამ ჩემი კარიერის განმავლობაში როცა არა რო იძახი მთავარია გავიმარჯვო და ჯიქიას ვახშობდი მინდა ნერვი მოგიშალა ალბათ ხო მაგ მინუს ნერვი მოგიშალა რომ ვერ არ ყავდა ხელს მახსოვს ნერვი მომეშალა ხა როგორი არის არ მეჩხუბა რა არ მეჩხუბა აი იგივენაირად იყო ვენომთან ჩემი ბრძოლა რომ სულ რო დარბოდა მომეშალა ნერვი მიყვება ხო და ანუ ნუ კი ბაზა ემოციას ავყევი და თან ისეთი მომენტი იყო რომ მეგონა რომ შესაძლებელი იყო ეს რომ დამეჭირა ცალი ხელით და მემუშავა ჩავთვალე რომ გადაწვენაში იყო ეს ხო ხდები ეს შეიძლება რომ გადააწვინო რინგზე და იმუშაო და უცებ ვერ იმას ვქენი ვერ მოვტვინე იმდენი რომ ვახშობდი რა ხო ხდები და დავიჭირე პროსტა რა დავიჭირე და უნდა მემუშავა ისე როგორ ფიქრობ მაგაში მივიღე მინუსკულა თორე ეხლა ნუ ეგ ძველი ბრძოლები მთლიანობაში
ძირითადი გამოცდილება პაგრიშკებში აქვს ჩატარებული. ამ რინგზე რამდენად გამოგადგება ჩემ წინ და როგორ ფიქრობ? მე პაგრიშკებში უფრო მარტივად შეძლებდი ჩემთან ბრძოლას თუ ამ რინგზე? სიმართლე რო გითხრა სულ ერთი არის რა. პაგრიშკები საერთოდ უფრო მომწონს. უფრო ისეთი არის ბრუტალური ჩემთვის და გამასია ნამდვილად და აი ამ წესებს და ამ ატმოსფეროს აი აკვდებოდა რა ეს პაგრიშკები. თუმცა არანაკლებ საინტერესოა ეს რინგიც რა. არა, ამ რინგზე მაგრა ჩანს. ზომა იგივეა. არა, ზომა დიდია. ანუ იგივე. არა, იგივეა. ზომა იგივეა, მაგრამ ნახე, თოკის დაბლა ფეხის გადაგმა შეგიძლია. პაგრიშკებში შეგიყო თითქმის 9 მეტრით პატარავდება, რადგან ფეხს უკან ვერ დგას, გულსაყოლე და მე მაგების გათვლას არ ვაპირებ, რომ ვაიმე ეს იმის ქვეშ ფეხი გავდგა და რაღაცეები სულ არ მომიწევს, შენ მოგიწევს ისევ გასვლა, გამოსვლა, მაგას ვიძახი, რომ აქ მოკრივესთან ბრძოლა ესეთ რინგზე ძალიან ძნელია. არ არის პრობლემა, არანაირი პრობლემა არ არის მოკლედ რო გითხრა რა, ის საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით ცოტათი შევეჩვიე, უფრო მაინტერესებს დაჟე რამდენად გამოვიყენებ ამ რინგის პლუსებს, მაგრამ მერჩიონა საბურავი რა თქმა უნდა. იქიდან გამომდინარე, რომ იქ ბევრად მეტი ბრძოლა ჩავატარე და აი თვალი და ხუჭული შემეძლო მოძრაობა უკვე რა. აქ ცოტა შესაჩვევი ვარ გასაგებია, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის მაგაზე რა, არ შემიშლის. აქ მოძრაობით მე აქ ბლანდავ. აი რა ქსელებს გაკეთებ რა რასაც ქვია და აი გაჩვენებ როგორ არ შემიძლია. იქ მოძრაობა მე თვითონაც მიჭირდა რა, რომ ფიზიკურად ნაბიჯს გადადგავ და აღარ არის უკვე კედელზე ხარ. პაგრიშკაზე ხარ აყუდებული. კიდე სამი კითხვა მაქვს, ოღონდ ეს სამი კითხვა ორივესთვისა. თქვენ თვითონ აერჩიეთ პირველი რომელი უპასუხებს და მე დამფრთხობი ბიჭი ვარ. ფსიქოლოგიურად ვინ პირველი გატყდება ამ ბრძოლაში? აი ვინ პირველი გატყდება მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ მე არ გავუტყდები, აი მაგას აუცილებლად გეტყვი რა. კარგია მომწონს, ნამდვილად. ფსიქოლოგიურად რო ვერავინ ვერ გამტეხავს, მეც თავმაც შემიძლია თქვა. არ გავტეხილ ვარ არასდროს. რა იქნება ამ ბრძოლაში ყველაზე სახიფათო მომენტი? დისტანციაზე გაჩერება ორივესი. არავინ არ იცის, როდის ავფეთქდებით. როგორც კი პაუზა იქნება 3 წამზე მეტი, უკვე მუსიკა უნდა იყოს დაძახებისთვის მზად, რომ აი თვალი არ უნდა დაახამხამო. თუ კი დისტანციაზე ჩვენ გავჩერდით რამდენიმე წამი, ან მე ან ის უკვე რაღაც უნდა მოხდეს. რაღაც მზადდება. ხო, რაღაც მზადდება. აი ამის ტემპი უფრო საფრთხო არის, ოღონდ ისევ თავისთვის. ოღონდ ამ ახლა არ აგიხსნით იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გეგმის ერთ-ერთი ისა რა მომენტი არის და ნაღდაცა ვერ გეტყვით ახლა რატო, მაგრამ აი ამის ტემპი ამისთვის ძალიან დამღუპველი იქნება რა. ნუ ვინაიდან კიდე ერთ კითხვას დავამატებ, ვინაიდან ლევანის შემთხვევაში ტემპი და გამძლეობა თითქმის ტოლფასია, თუ ბრძოლა გადავიდა საჩემპიონო რაუნდებში მეოთხე და მეხუთეში, ეს ვის უფრო აწყობს? ზოგადი გადმოსახედიდან ალბათ ყველა იმას იტყოდა, რომ ლევანის უფრო აწყობს, იმიტომ რომ გამძლეობა აქვს ულევი და ტემპის შენარჩუნება შეუძლია. მაგრამ არც ჩემთვის არ არის პრობლემა რა. არანაირი პრობლემა, მიჩხუბია 5 რაუნდები და არ შეუქმნია დიდი პრობლემა ჩემთვის რა. ტემპსაც, მით უმეტეს ტემპსაც და საინტერესო იქნება, ძალიან საინტერესო იქნება თუ მივა საჩემპიონო რაუნდებამდე, ვისი გამძლეობა აჯობებს, ძალიან საინტერესო იქნება რა. ჩემ გამძლეობაზე ლეგენდები დადის ფაქტობრივად. მაგე დაიწყო ის ზღაპრების მოყოლა. და რა თქმა უნდა ეს ჩემთვის არის კოზირი. რო როდესაც ბრძოლა გაგრძელდება და დროში იწელება, სტრელკის ის არის ჩემსკენ იხრება. სტრელკა ის არის. ეს და იგივე სიტყვას ორჯერ იძახის, სტრელკის ის არის. საათის ის არის. საათის სტრელკა. საათის ის არის, რა სასწორის ის არის. პატარ-პატარა გაკვეთილებს გიტარი. აი, დიდ გაკვეთილს მე ჩაგიტარებ რიძე. ბოლო კითხვა. რას დაინახავს მაყურებელი 28 რიცხვში? დაკეცილ ლევანს იკლავს. და შენს მიმართ ლევან, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა? მაინც ნოკაუტით.
ეგრევე ნოკაუტით. კეთილი მეგობრებო. რას დღეს აქ ითქვა? ოღონდ ვეცდები 28-ში ვნახავ. ცოტა ბრძოლა გაგრძელდეს. მაშინ ნოკაუტი არ მინდა. ცოტა ბრძოლა გაგრძელდეს. არ მინდა გეგონება ჭრდილზე ჩხუბება, ამას დავი ვიგონია ვიდეო. ისე სხვათა შორის ვიღაცა აუ მაგაზე დაუძე. როცა უნდა მაშინ თიშავს რა ჯიგარი. ვიდეო ჩაწერილი და ვიღაცის კომენტარი შეხვდა იქ რომ პირველად ვნახე ტიპი თავის ჭრდილთან დამარცხებული იყოს რა ჭრდილთან ბრძოლის ვიდეო. და ვიღაცა მომიყვა უბრალოდ და დარბაზში მითხრეს მე კი არ მინახავს რეალურად ეგ არც ვიდეო მინახავს არც ის რომ კომენტარი ეწერა და ესეთი რაღაც დაუწერა ვიღაცამ და დავიბრიდე სიცილით რა კაცთან პირველად ვნახე კაცი თავის ჭრდილთან დამარცხდა რა ეგ ისე ოხუნჯობდა თუ ალბათ ხუმრობდა ვინმე რა ვიცი მე არ მინახავს ეგეთი კომენტარი მაგრამ მე ჩაუბჟირდი რა ნუ მე ჩაუბჟირდი პროსტა დაღლელი ვარ და არ კეთილი მეგობრებო შეგახსენებთ რომ სულ რაღაც საათნახევარში გელით კონფერენცია არა მარტო ლევან ციკლაური და ლუკა პიტბულკახიშვილი იქნება წარდგენილი ამ კონფერენციაზე ბევრი საინტერესო ბრძოლა კომეინ ივენთი აირონ ლაშა ბულდოზერის წინააღმდეგ და კიდევ უამრავი მაგარი ბრძოლა გველის ამ ქარდზე ნუ სხვათა შორის როგორც ყოველთვის გამასქარდებზე ამიტომ თვალი არ დაახამხამოთ, დარჩით ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი პატარა პაუზაზე გავდივართ, სულ რაღაც საათნახევარში შემოგიერთდებით ისევ. ხოლო დღეს აქ რაც ითქვა, 28-ში აუცილებლად ნახავთ და გაიგებთ ყველა პასუხს ჩვენს რინგზე. საქმე იქნება ლაპარაკის ნაცვლად. ოუ, ერთხელ ცხოვრებაში მანახა ამის გაკეთებული საქმე.